მოგესალმებით, კიდევ ერთხელ ეთერშია ალტერნატიული ხედვა 9 საათზე, მე ჯაბა ჟვანია ვარ. მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება. ომისა და ღალატის პარტიის ბელადი მისი აქტივისტების მიერ რუსი ტურისტების გარშემო ატეხილ ხმაურსა და ისტერიას დადებითად აფასებს. ოპილი პირველი პირი, რომელიც კიდევ შეგახსენებთ, მისი მმართველობის პერიოდში რუს ტურისტებს პირდაპირ საზღვართან ხვდებოდა და ეპატიჟებოდა, ახლა რუსოფობიურ ფაშიზმს პირდაპირ პატრიოტობად აფასებს. ვივამედის ბინადარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამაყობს ბათუმერებით, გემის არ შემოშვება წარმატებად მიაჩნია, თუმცა იქვე დასძენს, რომ მთავარი რუსული გემი, რომელშიც ცხადია ოცნებას გულისხმობს, ჯერ კიდევ ქვეყანაშია და გასასტუმრებელია. მე ვამაყობ ჩემი ბათუმელებით. ბათუმი ღირსებას რუბლზე არ ყიდის. რუსი ბოგანოები საქართველოს ვერ დაეპატრონებიან. თუნდაც იქამდე, სანამ მე ცალკე აღებულ ქართველს პირში სული მიდგას. ახლა შეტევის დროა. მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები ყავს. მოკლედ, სააკაშვილი მთელ ამ რუსოფობიურ ფსიქოსსა და ისტერიას კლინიკიდან მიესალმება ნულოვანი ტოლერანტობის შემოქმედი, როგორც მოისმინეთ, ამაყობს მისი პარტაქტივის მიერ გამართული პოლიტიკური შოუთი და პირობას დებს, რომ აი ამ საკრუიზო გემის გასტუმრების შემდეგ თავარ რუსულ გემსაც გაისტუმრებს ქვეყნიდან. დესტრუქცია და ეთნიკური შუღლის, სიძულვილის გაღვივების მცდელობები რუსების მიმართ. ცხადია, მარტო ნაცსექტის იდეა არ არის. კოლექტიური დასავლეთი, რომელსაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა უკრაინაში ომის გაჩაღების პირველივე დღიდან სურდა და სურს დღესაც, ამ ყველაფერს პირდაპირ თუ ირიბად ასაზრდოებს. კერი დეგნანის განცხადება სწორედ იმის დასტურია, რომ ვაშინგტონი ანტირუსულ კამპანიას მიესალმება არამკითხე ელჩი, რომელიც ქვეყანაში მამათმავრების პედოფილურ პარადს ითხოვს და ღიად ამბობს, რომ ყველა ვინც ამ გარყვნილებას ეწინააღმდეგება ციხეში უნდა გაუშვან, ახლა ხალხის სახელით ლაპარაკობს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხისგან არც ერთი რუსი არ უნდა ელოდეს პოზიტიურ დახვედრას. კერი დეგნანის ამ დესტრუქციულ განცხადებას მმართველი გუნდი გამოეხმაურა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ელჩის პოზიცია რეალობას არ შეესაბამება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამ ყველაფერს პოლიტიკურ манипуляციად აფასებს. მისივე განმარტებით, ქართველ ხალხს მეურვე არ ჭირდება და არც ერთი ელჩი ხალხის სახელით არ უნდა საუბრობდეს. ის ელჩმა განაცხადა, რომ ქართული ხალხი არ მიესალმება რუს ტურისტებს შემოვლენ ისინი ზღვიდან თუ ხმელეთიდან, მნიშვნელობა არ აქვს. რაც არის ჩვეულებრივი манипуляცია და აბსოლუტურად კავშირი არ აქვს ქართული ხალხის დამოკიდებულებასთან. საერთოდ ესეთი ტიპის განცხადებები უცხოელი დიპლომატების მხრიდან არის საკმაოდ სახიფათო გზა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. ქართულ ხალხს არ ჭირდება მეურვე და მით უმეტეს უცხოელი მეურვეობას არ საჭიროებს ქართული ხალხი. ელჩები თუ კი ვინმე ხალხს წარმოადგენენ, ისინი წარმოადგენენ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ხალხს და ელჩები თუ კი რომელიმე ხალხის ინტერესს იცავენ მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს. ქართულ ხალხს მეურვე არ ჭირდება. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა ძნელია მმართველი გუნდის გზავნილს არ დავეთანხმოთ. პაპუაშვილის შეფასება აბსოლუტურად სწორია. დიახ, არც ერთი ელჩის უცხო ქვეყნის დიპლომატის საქმე არ არის ქართულ ხალხს რა სურს ან რა არა. ვის შემოუშვებთ ჩვენს ქვეყანაში და ვის დავუკეტავთ საზღვრებს. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ითქვას ისიც, რომ დეგნანი, როგორც საქართველოს რეალური მთავარმართებელი წლების მანძილზე მიჩვეული იყო ხელისუფლების ტერორს. მიჩვეული იყო მათ შორის მოსამართლეების დაბარებას და შანტაჟს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თითის კნევას, რასაც ხელისუფლების სამივე შტო იქნებოდა ეს სასამართლო, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი უპირობოდ და უსიტყვოდ ემორჩილებოდა. კერი დეგნანის განცხადება დღეს სხვათა შორის მარტო შალვა პაპუაშვილს არ შეუფასებია, არანაკლებ პირდაპირი და ხისტი იყო ოცნების თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძის განცხადება მოკიანის გაღმა გაღიზიანებაც გამოიწვია. თემას გამოეხმაურა ყველასაგან მივიწყებული და პოლიტიკურად ფასდაკარგული ყოფილი კონგრესმენი ადამ კიზინგერი, რომელმაც კობახიძეს რიტორიკული შეკითხვით მიმართა, რამდენს გიხდიან რუსები, რომ სული მათ მიყიდო.
რუსეთმა მოკლა შენი მოქალაქეები და ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის 20%. რამდენს გიხდიან ისინი, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო. თმა შეიჭერი ირაკლი და შენ სულში ჩაიხედე. დახმარება გჭირდება. აი ესე ირონიულად ეხმიანება ირაკლი გობახიძის განცხადებას ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერის კონკრეტულად გობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელთაც მან კელი დეგნანს უპასუხა. ჩვენ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე უკვე სტუდიაში გავაგრძელებთ საუბარს სტუმართან ერთად. პირველ ნაწილში გადაცემის ჩვენი სტუმარია ელიზბარაშვილი, ფილოსოფიის დოქტორი. მოგესალმებით, ბატონ ელიზბარ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მოდი ეს ფსიქოზი შევაფასოთ, ანტირუსული ფსიქოზი. პირდაპირ ეთნიკური ნიშნით რუსების არ შემოშვებაზეა ლაპარაკი, აქ არ არის ლაპარაკი კონკრეტულად ვიღაცამ თუ ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია და ქართულ კანონმდებლობას თუ ეწინააღმდეგება. რამე აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცა არ შემოუშვა იმის გამო, რომ ის არის რუსი. რას ემსახურება ეს ანტირუსული ფსიქოზი და რამდენად აღწევს ის თავის მიზანს? პირველ რიგში ბატონო ჯაბა მინდა ადამ კინზინგერის ამ შეკითხვაზე აქედან შეკითხვა წამოვაყენოთ. როდესაც იაპონელებმა დახოცეს ამერიკელი მფრინავები, მეზღვაურები, ჯარისკაცები, მეორე მსოფლიო ომის დროს, ხო, ეს იყო დიდი ხოცვა-ჟლეტების ოპერაცია. რამდენს უხდიან ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ის იაპონიის მოკავშირე გახდა და იცავს. მოდი გავგზავნოთ ეს შეკითხვა ადამ კინზინგერს და იფიქროს ამაზე მანამდე. რაც შეეხება ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ნეოლიბერალურ ფაშიზმის დიდი ტალღის შემოტევასთან, რომელსაც შეგნებულად აღვივებს ეს ძალები, დასავლური ძალები, აქაური თავიანთი ამ ესე იგი აგენტური და ისტაბლიშმენტით. ამას საქართველოში თავში უდგას ქალბატონი კელი დეგნანი და ეს ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, რომ მოხდეს რუსეთთან ესკალაცია და იქნებ რაღაცა პრობლემები გაჩნდეს, ჯერ გავხდეთ მინიმუმ არა მოლაპარაკებადი რუსეთთან, ну შემდგომ უკვე პერსპექტივაში რომ ომში ჩართვის პერსპექტივა. მოკლედ ბევრი ეცადა დასავლური აგენტურა და დასავლური ძალები, კონკრეტულად ის ნეოლიბერალური გლობალისტური ელიტა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ჩაერთოს ომში. მე ამაზე თვეების წინ საუბრობდი, რომ არა ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიმე ჯგუფი თქვა სადღაც ევროპაში. ჩვენი მოწინააღმდეგე ვისაც უნდა რომ ცეცხლოვან კარში მოაქციოს რუსეთი, დაშალოს ის გახსნას საქართველოს სამხრეთიდან ახალი ფრონტი, არის გლობალისტური ელიტა, რომელიც აი ამ ელიტის წარმომადგენლები საკუთარ თავს უწოდებენ მსოფლიოს ფინანსურ მფლობელებად. და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, აი ეს ვინ არიან ესენი? ეს არის ის ხალხი, ის ოჯახები, რომლებიც ჯო ბაიდენს მაგიდაზე მუშტებს უბრახუნებენ და ეუბნებიან, სად არის სამხრეთის ფრონტი. მე ხომ ფიგურალურად ვლაპარაკობ, ხო? მე არ ვიდექი და ეს კონკრეტულად ამ სცენაზე არ ვამბობ, მაგრამ ფიგურალურად ისინი უბრახუნებენ ბაიდენს, ნატოს ძალებს, იგივე ევროკავშირის პოლიტიკურ ლიდერებს, რატომ არ არის დღემდე სამხრეთის ფრონტი გახსნილი და მე შემდეგ იქეთ. ნუ რას პასუხობენ ესენი, რომ საქართველოს ესეთ ქვეყანა, იქ ივანიშვილია, გაჯიუტდნენ ეს რაღაცა ქართველი ხალხის რაღაცა, ვინ არიან 3 მილიონი ხალხი, რა გახდა? ააფეთქეთ სიტუაცია. როგორც გინდათ, დაფინანსება იქნება ყველანაირი, მიხედეთ ამ საქმეს. აი ესე დამოკიდებულებაა. მე დარწმუნებული ვარ, ესე დამოკიდებულება სხვაგვარი არა. ამ მეთოდიკით, რასაც ესენი მიმართავენ, რამდენად მიღწევადია რუსეთთან დაპირისპირების პროვოცირება და მე რატო გეკითხებით, აი ცოტა გადახვევას გავაკეთებ. ხა აქ რა პროცესებიც მიმდინარეობს,
დასავლეთის მიერ პროვოცირებული, ხო? ეს ყველაფერი არის პირდაპირ კავშირში უკრაინაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან, იმიტომ რომ ეს სამეული საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა ეს დიდი ხანია ფიგურირებს დასავლეთის გეგმაში, გაცხადებულად და მანამდე კიდევაც მარცის როდინდელი გეგმის განხორციელებას ვუყურებთ ხა ჩვენ. ფაქტია, რომ აქ ეს ექსპერიმენტები გრძელდება და ეს ყველაფერი არის ნაწილი პირდაპირ დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან და მე ხა უკრაინა რატო ვახსენე? მე მახსოვს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით თუ კვირით ადრე ლავროვის განცხადება იყო. ლავროვმა თქვა, რომ რუსეთს არ უნდა რომ არსებობდეს ანტირუსე, უკრაინა როგორც ანტირუსეთი. ანუ უკრაინის მოსპობა კი არა. უკრაინა არ იყოს ანტირუსეთი, სადაც პირდაპირ ჩამოთვალა იდევნება რუსული ენა, რუსული კულტურა და რუსული ეკლესია. ეს სამი რამ ჩამოთვალა და შემთხვევით არ უხსენებია, სამივე მართლაც იდევნებოდა, ეს დასავლეთმა მოახერხა ხანგრძლივი, ასე ვთქვათ, მეთოდური, ასე ვთქვათ, სისტემატური პროპაგანდით მოახერხა დასავლეთმა ის, რომ უკრაინაში ყველაფერი რუსული იდევნებოდა და ეს უკვე ცხადია ნიშნავს, რომ ეს სახელმწიფო აქციეს ანტირუსეთად. ჩვენთანაც იგივე ნიშნებს შეიცავს ეს ახლა რუსების დევნა, ანუ რუსოფობია, ანტირუსული ისტერია, ეთნიკური ნიშნით არ შემოშვება რუსის, რომელიც არის უბრალოდ დამსვენებელი და არა ვთქვათ ჯარი არ არის და სამხედრო და დასაყრობად არ მოდის დასასვენებლად, ხო? და ამას ჩვენთვის სიკეთის გარდა არაფერი არ მოაქვს, იმიტომ რომ ფული შემოდის, ამით ფაქტია, ხო? აი ეს ანტირუსული ისტერიის დათესვა რამდენად შეიძლება იმხელა მასშტაბებს მიაღწიოს დასავლეთის ძალისხმევით, რომ რუსეთში მართლა აღიქვანს საფრთხეთ და იქ დადგეს უკვე დღის წესრიგში საქართველოში ფიზიკური ძალის გამოყენების საკითხი. საბედნიეროდ კარასინის დღევანდელი განცხადება ნათელყოფს, რომ ობიექტურად შეხედეს რუსეთიდან ამ ფაქტს, რომ ნაცების აქტივისტები იყვნენ. ხო, ეს დაარქვეს ამას, როგორც არის ჯგუფი პირდაპირ სააკაშვილთან აფილირებული. ეხა ის ვაშაძე ხან გამოა, ხან შევა გირჩი, ხან იქა, ხან აქ არის, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, ნეოლიბერალური და ნუ იციან რუსეთში, რომ ეს არის ერთი ფაშისტური დაჯგუფება, ასე ვთქვათ. წინაღრემ შემთხვევაში, რომ მათ ისეთივე აღქმები ქონდეთ, როგორც მაგალითად დღეს კელი დეგდანი საუბრობდა, რომ ქართველი ხალხი აკეთებს ამას და ქართველი ხალხი არის მოძულე საერთოდ რუსის და საერთოდ ურთიერთობების, მაშინ შეიძლებოდა უკვე ამას გამოიწვია რუსეთის მხრიდან გარკვეული რეზონი. მაგრამ მე მგონი, ახლა რეზონს არ გამოიწვევს კარასინის ამ განცხადების შემდგომ, ჩვენ კარგად ხვდებით, რომ იმათმაც იციან, რა ხდება აქ, ბოლოს და ბოლოს ქართველები ჩადიან რუსეთში სხვადასხვა დონეებზე არის შეხვედრები, მეც ვიყავი ამასინათ გეორგიევსკში, რამდენიმე ქართველთან ერთად მიწვეული და ჩვენ საუბრობთ რუსეთის წარმომადგენლებს სხვადასხვა დონეებზე, ჩვენ ვუხსნით აქ რა სიტუაცია არის, მათ შეკითხვები ჰქონდათ ყოველთვის, თანდათანობით რუსეთის ის პოლიტიკური ელიტა სხვადასხვა დონეზე უკვე აცნობიერებს აქ რა სიტუაცია არის და მართლაც არ არიან ესე რაღაც ბნელით მოცული და მათი ასე ადვილად მოტყუება აღარ შეიძლება ასეთი ტელევიზიებით. დაწყებული კამპანია საქართველოს ომში ჩართვის დაიწყო იმ დროიდან, როდესაც კელი დეგდანი მივიდა ბიძინა ივანიშვილთან სახლში, გახსოვთ 3 საათიანი სტუმრობა სახლში და იქ 3 საათი რასაკეთებდა ჯერ კიდევ არის გაურკვეველი და ამას უნდა როგორც ვიცი უნდა აიხადოს ფარდა. როცა კი ამას ბატონი ბიძინა ივანიშვილი ახდის ფარდას და იტყვის რაზე ესაუბრა, რა ზეწოლა სახდენდა კელი დეგდანი მაშინ ივანიშვილზე და საქართველოსზე დამთავრდება საქართველოში ყოველგვარი ეს დეგდანიადა და ყოველგვარი ამერიკიანიადა თუ როგორ დავარქვათ. მაგრამ მე ჯერ ადრე არის ეთყობა. აქედან დაწყებული შემდგომ უკვე დიპლომატიურ სამთავრობო დონეზე უნდათ გაეჩაღებინათ ესკალაცია და დაპირისპირება, მოთხოვნა სამხედროებით დატვირთული თვითმფრინავების გაშვების, ხო გვახსოვს? მერე უკვე ეკონომიკური ბერკეტებით, ესე იგი
დაგვეწესებინა სანქციები რუსეთის, ეს სამთავრობო დონეზე არ გავიდა ეს მათი ზეწოლა წინადადებები. მერე პარლამენტის დონეზე, მერე ისა და აი ახლა ჩამოვედით ჩვენ ხალხების დონეზე. ანუ ხა ძალიან გაუჭირდათ მათ, რომ იქნებ საქართველოში მოძრაობს. ეხლა ზაფხულია, ბევრი რუსი მოძრაობს, ტურისტებია, ვინი მოძრაობს? სად არიან ამერიკელი ტურისტები, ან ესპანელი ტურისტები? სად არიან ბრაზილიელი ტურისტები, ხო? თუ აქ ტურიზმის აყვავება გინდა ჩამოვა რუსი, თურქი, აზერბაიჯანელი, სომეხი და მიმდინარე რეგიონებიდან, ხო? ძალიან ბევრი რუსი მოძრაობს, იციან და იქნებს სადმე უკვე პოლიტიკური ამ საბაბით მოახდინონ შეხრა-შემოხლა მოქალაქეებს შორის, სტუმრებს შორის და ადგილობრივებს შორის და იქ გაჩნდეს რაღაც ნაპერწკალი უკვე სერიოზული კონფლიქტის. მე ვიცი რომ ამითაც არ გაჩერდებიან. ეს პოლიტიკური ძალები ვის დავალებასაც ასრულებენ, ვისაც ძალიან ეჩქარება, რომელ სოფლიოს ფენას ელიტას ეჩქარება რუსეთის ბუნებრივი წიაღისეულის ხელში ჩაგდება და სწორედ ამიტომ არის ეს ყველაფერი დაწყებული. ისინი ბოლომდე მათ ესე ვთქვათ მიაწვევიან ზურგიდან რომ ყველაფერი გააკეთეთ. მათ შორის ჩვენ შეიძლება ვნახოთ თუ ესეც არ გამოვიდა, თუ სახალხო დონეზეც ხალხმა გამოიჩინა სიბზნე იმათი მხრიდანაც, რუსების მხრიდანაც ნაკლებად გამოჩნდა პროვოკატორები, მე აგენტურას პირდაპირ აგენტურას შეუშვებენ ორივე მხრიდან და მოხდება დადგმა ამ ყველაფრის. თუ ეს არ გამოვიდა, პირდაპირ დივერსიული ჯგუფები შეიძლება თბილისის რომელიღაცა ცენტრში რაღაცა სროლა ატეხონ. ბოლოს და ბოლოს აგიფეთქებენ. პირდაპირ დაიწყებენ თბილისში ომს. ეს არ არის მარტივი რაღაცა, რომ ჩვენ გადავიარეთ ომში ჩართვის მცდელობა. დასავლეთმა თქვა, რომ რუსეთს შეთანხმდით, რომ რუსეთი უნდა დაიშალოს. ანუ მათ უკვე უკან დასახები გზა აღარ აქვთ. რუსეთთან ის ურთიერთობები აღარ აღდგება, ამიტომ ეს არის ბოლომდე ბრძოლა და ბოლომდე ყველა რესურსის გამოყენება. საქართველოს მათ არაფერში არ ჭირდებათ, ჭირდებოდა მხოლოდ იმისათვის, რომ ყოფილიყო ინსტრუმენტი, რომ შევაკვდეთ რუსეთს და აქედან რაღაცა პრობლემები შევქმნათ, რომელიც ჯდება მათ გლობალურ გეგმებში. ამიტომ ჩვენთვის უნდა იყოს მოსალოდნელი არა მარტო ასეთი შეხრა-შემოხლა და დაპირისპირებები, პირდაპირ დივერსიული ჯგუფები შემოსვლა იგივე უკრაინიდან და იგივე სხვა ქვეყნებიდან. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან თავარი პროპაგანდის თავარი სამიზნე ყოველთვის არის საზოგადოება, ანუ ფართო საზოგადოება, იმიტომ რომ თუ ვიღაცას აქვს სურს, რომ გაითამაშოს რაღაცა დემოკრატიული პროცესის, ვთქვათ, სპექტაკლი, ანუ ხალხი აპროტესტებს რაღაცას და ხალხის სახელით ილაპარაკოს, აი კერი დეგნანმა დაიწყო ხალხის სახელით ლაპარაკი, წარმოიდგინეთ, ქალი რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინა და 8 ივლისის შემდგომ საქართველოს გასამართლებას ითხოვდა იმის გამო რომ პედარასტების პარადი ჩაშალა ქართულმა ხალხმა, ეხა ხალხის სახელით ლაპარაკობს. ხალხის სახელით ლაპარაკისთვის მათ ჭირდებათ ფართო საზოგადოების მხარდაჭერა. ანუ იმ სურათის ჩვენება, რომ აგერ ხალხი დგას, ხალხი ითხოვს ამას, ხო? ამიტომ პროპაგანდის სამიზნე ყოველთვის არის ხალხი, ცხადია შეცდომაში შეყვანით, რომ ხალხში გაჩნდეს რაღაცა ნეგატიური მუხტი. ამ ფონზე ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად აქვს საზოგადოებას რამდენად არის ინფორმირებული სინამდვილეში რა ხდება, ხო? ანუ პროპაგანდის მიმართ საზოგადოება სოციუმს რო იმუნიტეტი კონდეს, ამის უნიკალური საშუალება არის მას კონდეს სწორი ინფორმაცია. ან თუ საზოგადოება ფლობს სწორ ინფორმაციას, მაშინ ტევ პირველი და ფორმულა და მთავარი და ეს ნაცვიზიები, რა თქმა უნდა, მათთვის უფრო რთული ამოცანა ხდება უკვე ხალხის დამოხტვა, ხო? რამდენად არის დღეს ჩვენი საზოგადოება საკმარისად ინფორმირებული? დღეს ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული არის საკმარისად უკვე ვიდრე წინა პერიოდში. ამაში დამსახურება არის პირველ რიგში ალტიფოს ტელევიზიის, სხვა ტელევიზიების, რომლებიც საუბრობენ ამ ყველაფერზე. ასევე არის დამსახურება ასევე პარლამენტში მყოფი დეპუტატების, ქართული ოცნების და ხალხის ძალის, რომლებიც საუბრობდნენ ამ ყველაფერზე, მაგრამ პირველ რიგში ამ ყველაფერმა გადაიარა ალტიფოს ტელევიზიაზე და კონსერვატულ მოძრაობაზე. მაგრამ ხალხის ინფორმირება არ შეუშლის ხელს იმას, რომ გააკეთონ პროვოკაცია. აი ესეთი 15 150 კაცი იყო, ხო?
კი ბატონო, თბილისის ცენტრში სადმე 15-20,000 ადამიანის შეკრება, რომ თვითონ არიან მარტო ეს ბაბლი არის 15,000 ადამიანი. ამათი შეკრება სადღაც პროვოკაცია, ვიღაცის იქ რაღაცა ამ პროვოკაციაში რუსის, ან უკრაინელის, ან ქართველის შეხლა-შემოხლაში რაღაცა მოუვიდეს და ამაზე შეიძლება მე აიგოს უკვე საკმარისი არის ერთი პატარა ნაპერწკალი გაჩნდეს. აი TV ზვინში რო გაჩნდეს ერთი პატარა ნაპერწკალი სადმე ხო იმ TV ზვინს მოიკიდა. დანარჩენი TV ზვინები არაპირებენ დაწვას ხო? მაგრამ ერთ TV ზვინს თუ მოიკიდება, გადაედება ჩვეულებრივად. არავინ არ შეიძლება წაყრუება, ანუ ხივაში ცეცხლს ვერ დამალს. დიახ, აი ეს პატარა ნაპერწკალი შეიძლება გაჩნდეს აი ესეთ აქციების დროსაც, აი 150 კაცი მივიდა ხო? შეიძლება იქიდან ვინმე მოსულიყო, იგივე ის რუსები რო გამრავლები იყვნენ, იქაურები რომ მოხდა მათ შორის შეტაკება, ხო შეიძლება ვიღაცა შემოაკვდეს. აი ამ თამაშ, ამ პოლიტიკური სცენების დადგმის დროს თუ მოხდება ესეთი რაღაცა, თუ არ ხდება, ამას ის სპეცსამსახურები დადგამენ. გაგწირავენ. ჩვენ გავიხსენოთ მაიდანი. მაიდანში ხო ვიცი ჩვენ? ხო, ვინ როგორ დაიწყო სროლა, ხო და ასე რომ საქართველოს ბევრი ხალხი არცი გარეთ. თბილისში სავსებით შეიძლება დაიდგას ასეთ პროვოკაცია, ისეთი რომ ის იყოს ნაპერწკალი, რომ მართლაც გამოიწვიოს დიდი მღელვარება რუსებსა და უკრაინელებს, ქართველებსა და რუსებს შორის და მე ჩვენ დავიწყოთ გარჩევა, ვისი რა ბრალია ეს პროცესები უკვე წავა, ამას დააჩქარებს ასევე ამერიკის ადმინისტრაცია თავის განცხადებებით, კელი დეგნანი თავის განცხადებებით, ოცნების გუნდი შემდეგ რამდენად მყარი არის, მე ვთვლი რომ არ არის ესეთი მყარი რომ ყველაფერს გაუძლოს და შეიძლება დაიწყოს დაშლა, იქ დომინოს პრინციპით მიყვეს მე გაქცევა ვიღაცეების და ჩვენ არ ვიცით რა რეალობაში აღმოჩნდებით, ასე რომ ჩვენ უგონია რომ ყველაფერი კონტროლდება. კი ესენი საათლოები არიან. ნახეთ, რამდენიმე ჩავიდა ის თბილისიდან კეზერაშვილის დაქირავებული ეგრეთ წოდებული სტუდენტი, ხო? ბათუმში, რომლებიც ყველგან დადიან, ხანმე მომივარდნენ ლექციებზე, ზუსტად ეგეთი იყო, ხანყობახიძეს მიუვარდნენ, იგივე მიტინგებზე ყველგან არიან, სიტყვით გამოდიან, რამდენიმე შეუვერდა ვიღაცა ესეთი წარმომავლობის ვერც გაიგებ ვინ არიან ადამიანები და დაიწყეს კიდაღამ მოახდინეს, ეხლა რომ არ ყოფილიყო პოლიცია და რომ არ დაეცვათ ეს, რომ მიეშვათ თქვათ, რა მოხდებოდა? აი რა მოხდება, წარმოვიდგინოთ, იქეთ ეს ტურისტები, აქეთ ესენი აღკენებულები და მათ შორის რო აღარ ყოფილიყო პოლიცია, რა მოხდებოდა ამის შედეგად? დაზიანდებოდა მინიმუმ თუ არა ვინმე. მოხდებოდა თუ არა იქ შეხლა-შემოხლა ფიზიკური. ხო მოხდებოდა? ხო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა შეხედოს. სხვათა შორის დიახ, ისმით. საქართველოს უშიშროების საქმე არის. პოლიცია თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ უშიშროება უნდა იცოდეს ეს ყველაფერი ვინ არიან ესენი? ეს სტუდენტები ვინ არიან? იმედია არის თქვა ჩვენი ხო, მაგრამ ეხლა თქვენ შეხედეთ, როგორ შედეგი მივიღეთ. ძალიან დიდი არა, მაგრამ ამ დარტყმას ტურისტულ სეზონზე იგზნობს აჭარა, ბათუმი, იგზნობს. მე მაინტერესებს, ბათუმელები სად არიან ამ დროს? როდესაც ესეთი რაღაცა ხდება მათ ქალაქში, თბილისიდან ჩამოყვანილი კეზერაშვილის დაფინანსებული ჯგუფები და რაღაც NGO-ები და იქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც დასხდნენ მიწაზე. რაღაცა პროტესტის ნიშნად, რაღაცები გაშალეს, რძეზე პირი ვარ შეშობიათ ეგეთი გოგონები და ბიჭები და საუბრობდნენ გეოპოლიტიკაზე, რაღაც რუსეთზე, რაღაცას არ დაუშვებთ, რომლებიც საერთოდ ესე იგი ჯერ უნდა ისწავლონ, მათ სკოლა დაამთავრონ და გაიგონ რა არის საერთოდ პოლიტიკა, რა არის გეოპოლიტიკა, რა ისტორია არის და რატომ ცხოვრობენ იქ ქართველები და რატომ არ ცხოვრობენ მთლიანად თურქები აჭარის ტერიტორიაზე და რატო არის საქართველოს ტერიტორიაში და არა თურქეთის ტერიტორიაში. ეს ისტორია რომ წაიკითხონ კარგად აი ამ ბავშვებმა, რომლებიც გამოდიან და თავის თავზე ძალიან ბევრს იღებენ, რომ ისინი საქართველოს მომავალ კურსს განსაზღვრიან, ჯერ განსაზღვრონ მათ თავიანთი ცხოვრების კურსი, თავიანთი პირადი სწავლის კურსი განსაზღვრონ, თვითონ მიიღონ განათლება ცოტახანი ისტორიაში, იმიტომ რომ ვინ დააბრუნა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები. ბოლოს და ბოლოს დავსვათ საკითხი. ერეკლე მეორემ ვერა ძალიან უნდოდა. ლუარსაბ მეორემ ვერა
აბა ვინ დააბრუნა? გიორგი მე-13, მე-12, მე-13? ვერა. ვინ დააბრუნა? რუსეთის ჯარის დახმარებით მოხდა. გასაგებია იქ რომ გაუქმნა ქართული სახელმწიფოებრიობა, გაუქმნა ავტოკეფალია. ეს ყველაფერი უნდა ითქვას. და ამაზე საუბარი უნდა იყოს სწორედ რუსეთთან. როდესაც საუბარი არის რომ დავიწყოთ ჩვენ ურთიერთობის დარეგულირება. ისიც უნდა ითქვას რომ რუსებმა დაარღვეს გეორგიევსკის ტრაქტატი. რაც მე პირადად 1801 წელს 1801 წელს კი არა 1795 წელს დაარღვეს, როდესაც გამოიმართა კახეთის სამეფო მიერთებამდე დაარღვეს რუსებმა როგორ რომ როდესაც აღა მაჰმად-ხანი გამოიმართა სპარსეთის ჯარი თბილისისაკენ როცა დახმარებაზე და ერეკლე მეორე რამდენჯერმე შეატყობინა რუსეთის ჯარს შუა კავკასიაში ესენი არ დაგვეხმარეს ჩვენ და ეს იყო პირდაპირ დარღვევა ტრაქტატის. ესეც უნდა ითქვას. ისიც უნდა ითქვას რომ საერთოდ რომ ეს დაშლილი საქართველოს რომ რუსეთის დაპყრობის ქვეშ გაერთიანდა ფაქტიურად და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიები ვერ დავიბრუნეთ ჩვენ, იმიტომ რომ შიდა არეულობა შიდა იგივე ერეკლე მეორის ოჯახის შიდა ღალატიც იყო და ყველაფერი და ვერ გაერთიანდა საქართველოს რომ ერთიანი ძალები დაებრუნებინა სამხრეთ საქართველოს და რუსეთმა დაიბრუნა სწორედ ის დღეს ვინც ხარ ჩასული იქ აჭარის მიწაზე კარგად წაიკითხეთ ისტორია რომელმა ჯარმა რომელი ჯარის დახმარებით გავანთავისუფლეთ ეს აჭარა და ის ბავშვები რომლებიც დაждდებიან რაღაცა ტრენინგები აქვს გატარებული და ვიღაცა სტუდენტები ზოგი ლენინს აგავს რომ საუბრობს ხელში რომ ქუდი მისცე ლენინის გაუმეტყველება ზოგი ბუხარინს გავს ვინ არიან მაგათ საერთოდ ვინ უწერს ნიშნებს სასწავლობენ მე სწავლობდი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში დაამთავრე წითელ დიპლომზე და მე ასე ქუჩა სიარულისათვის საერთოდ არ მქონდა დრო შეიძლება გავსულიყავ 1-2 რაღაც გლობალურ მიტინგზე მაგრამ ესე წარამარა ქუჩაში არიან და ხალხად სტუდენტობა ეს არის რაღაც პერფორმანსები როგორ აწევენ ისინი სწავლას და საერთოდ ის ლექტორები როგორ უწერენ ნიშნებს? ამაში უწერენ ნიშნებს? ეგ არის ამათი განათლება. თვითონ ლექტორები, ვინც ამათ ასწავლიან, ახალისებენ თუ არა იმას, რომ ამათმა არ ისწავლონ და ასეთი რაღაცები ატარონ ქვეყნის მასშტაბში. მოდი აი მაგაზე ვილაპარაკოთ, როგორ ხდება ახალგაზრდებში განათლების სისტემა ზოგადად ნაცმოძრაობამ თავიდანვე ამოიღო მიზანში ერთ-ერთი პირველი იყო განათლების სისტემა. ერთ-ერთი პირველი კი არა, პირველი იყო განათლების სისტემა, რაც მიზანში ამოიღეს ეგრეთ წოდებულმა რეფორმატორებმა და საერთოდ თავდაყირა დააყენეს ჯავახიშვილის მთავარი უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, იყო ერთ-ერთი უპირველესი სამიზნე და გასაგებია რატომ? ხო, იმიტომ რომ უმაღლეს სასწავლებლებში არის ყველაზე ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი ახალგაზრდები და ასე ვთქვათ, ცნობიერების შეცვლა თუ გინდა სააკაშვილი ხშირად ამაყობდა ხოლმე მისი ერთ-ერთი საამაყო ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზა იყო რომ აი რამხელა ცვლილება მოვახდინეთ მენტალიტეტშიო და მაგით ამაყობდა რომ მენტალიტეტი შეცვალა ხო აი როგორ ხდება თქვენ ახლა უნივერსიტეტის ლექტორი ბრძანდებით ის ამბავიც ვიცით იქ როგორ მივარდა ეს ასე ვთქვათ დასავლეთიდან მართული ახალგაზრდების ჯგუფი პირდაპირ ლექციაზე რომ შემოვიდნენ თქვენთან აი როგორ ხდება მექანიზმი ჩამოყალიბება რაღაცა კასტის ჯგუფის ახალგაზრდებისა რომელსაც მე იყენებენ ჩვენ რომ აი ეს ჯგუფი რო ავიღოთ კეზერაშვილის ჯგუფი მაგალითად ხომ სხვა ჯგუფებს ეს იგივე იქნება რომ შევისწავლოთ მათი წარმომავლობა ანუ რომელი ოჯახიდან არიან მათი მშობლები შემთხვევით ზოგიერთი კოდუას მოადგილე ხომ არ იყვან თანამშრომელი შემთხვევით ზებნაში ხომ არ არის ზოგიერთის მშობელი ზოგიერთი მშობელი ხომ არ იბრძვის უკრაინაში და ხომ არ არის ჩვენ ხო არ გვემუქრება იქიდან და ასე შემდეგ ანუ ჩვენ ნახავთ რომ იქ შერჩეული კონტინგენტი ესე ჯგუფებში არ არის შემთხვევითი ყველანი რაღაცნაირად შეარჩიეს და წარმართეს რისკენ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისაკენ ჩვენ ნახეთ ბოლოს ეს გამოსვლა ბათუმში ამ ადამიანებს გამოიყენებენ შემდგომ თბილისში რომელსაც ისინი სულ მეუთქმულად ელოდებიან აი აქციებზე დაემატებათ კიდე ყველანი ვინც არიან ვინც არ ჩავიდნენ იქ და იქნება აუცილებლად იქნება ფიზიკური შეხლა შემოხრა მე უკვე დარწმუნებული ვარ ამაში იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ჩვენი ხელისუფლება არაკეთ ჯეროვნად ვერ აფასებს აი ამ 150 თუ 1500 თუ 20000 კაცს რა შეუძლია. როდესაც მათ უკან დგას
ასეთი დიდი ზურგი ანგლო-საქსონური ელიტის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი დიპლომატების და როდესაც მათ ხელში არის ეს ტელევიზიები, ძლიერი იარაღი, მათ ხელში არის ეს უნივერსიტეტები, ვილიამის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც პირდაპირ პროექტი შეიქმნა, როდესაც კახალომაია მოივლინა განათლების სისტემას. მე მქონდა კახალომაესთან იმ წლებში შეხება, როდესაც დაიწყო ეს რეფორმის გატარება. თევზაძე რექტორად დასვეს. ყოველთვის ბატონო? თევზაძე რექტორად. დიახ, თევზაძე მაშინ მარჯვენა ხელი იყო მისი, მე რექტორად დასვეს და ეს არის პროექტი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც იქნებოდა სამჭედლო ნეოლიბერალური აი ესეთი ახალგაზრდების, რომლებიც გამოდიან და ეხა აი ამას აკეთებენ, რასაც აკეთებენ და ასევე არის სხვა უნივერსიტეტები, ეხა არ მინდა დავასახო, ყველამ ვიცით კიდე იქ არის უნივერსიტეტები, რომლებიც იგივე საქმეს ემსახურებიან, იგივე წარმომავლობა აქვს, მაგრამ ეს არის სახელმწიფო. ის არის კერძო უნივერსიტეტები. და სახელმწიფო უნივერსიტეტში ესეთი კადრების სამჭედლო მივიღეთ. კერძოსაც სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს. იმიტომ რომ ის ბავშვი, რომელიც იქ იღებს განათლებას და სინამდვილეში რაღაცა დეზინფორმაციის და ბინძური კამპანიის მსხვერპლი ხდება, არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ხო? ამიტომ შენ რო აკრედიტაცია მოგცა სახელმწიფომ, მე იმას არ ნიშნავს, რომ შენ ავტონომიური ხარ და რასაც გინდა იმას ხო, რა თქმა უნდა. ამ უნივერსიტეტებში ლექტორების მხრიდან მიდის, როგორც მე მსმენია, პირდაპირ საუბარი და ამ ადამიანების წარმართვა პოლიტიკურად, მათი სოფხედელობის ჩამოყალიბება, რომელიც არ არის ეს უნივერსიტეტის საქმე და ხელის შეწყობაც, რომ ისინი ჯგუფურად გამოვიდნენ რომელიმე მიტინგზე და ჩვენ ვიცით, რომ აი მიტინგებზე ლექტორებიანად მოდიოდნენ ჯგუფები, აი 8-9 მარტის მიტინგებზე. ასევე სად არის ის ლაბორატორია, სადაც ხდება ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა. კი ბატონო, ერთი ილიას უნივერსიტეტი, თუმცა მე ყველაზე არ ვამბობ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთავრებული, მინახავს ადამიანები, რომლებიც საგონებაზე დარჩნენ და პატრიოტები არიან. ეს უკვე პიროვნული ძალას და პიროვნული მან უკვე ცოტა ინტერექტის საკითხიც არის, ვიღაცამ შეისრულა ისე ბინძურერად შესთავაზეს თუ ცოტა ანალიზის და ფილტრის მასობრივად. მეორე სადაც ხდება ტვინის გამორეცხვა, ეს არის ღამის კლუბები. ღამის კლუბებში უკვე არა დოქტრინების მიწოდებით, არამედ იმ ცხოვრების წესის ხელშეწყობით. რა ხდება ღამის κλუბებში? ღამის კლუბებში არის ბუდე ჰომოსექსუალისტების, მთელი პარადები იმართება. ნარკომანების, ნარკომანია, თავისუფლად ამფეტამინების მიღება, სხვადასხვა რაღაც მოსაწევები, იქ არის აბსოლუტურად ღიად არის ეს ყველაფერი, ამას არ აკონტროლებს სახელმწიფო. და ეს თან ყველამ ვიცით, თუ ეს ესე არის. თუ ჩემი რა გჯერა, ჩადით იქ. იქ ადამიანები, რომლებიც 16, 17, 18, 19 წლის ადამიანები იქ დადიან, ყალიბდებიან, ხო? ისინი ყოველგვარი ეროვნულისაგან, ქრისტიანული ნორმებისაგან, საერთოდ ჩვენი ტრადიციებისაგან არიან გარეცხილები. მათ ერთ-ერთი რა უნდათ, რომ სადღაც გქონდეთ ესეთი ადგილი, სადაც მიიღებენ თავისუფლად ექნებათ წვდომა სექსთან, ღიად, საჯაროდ ხშირად, წვდომა ნარკოტიკებთან, ამ ტაბლეტებთან, ექსტაზი ქვია, სხვა რაღაცებიც არის მარიხუანასთან და მთელი ღამე ესე მუსიკის ქვეშ, ეს მუსიკა არის მეორეხარისხოვანი. ძირითადად ღამის კლუბებში დადიან, იმიტომ რომ იქ არის ნარკოტიკები, თავისუფლად მიღება და მუსიკა არის ამის ფონი და სხვა რაღაცებიც. ესეთი ხალხი იყო გამოყრილი ამ ღამის კლუბებიდან, დაკეტეს, არ გაატარეს. ბასიანიდან ბარიგები რო გამოყარეს და ვერიფიკაცია არ გაატარებდეს იმ ღამეს და ფლობელებმა ილაპარაკეს. გამოუშვეს ეს ხალხი რუსთაველისაკენ. წადით ეხა თქვენ დაიცავით იქ ევროპული ღირებულებები თუ არა და მაშინ ისინი ჩვენ მერე თქვენ მოგესპობათ ესეთი ცხოვრება. აი ამ მიწის ქვეშეთში მყოფი ასე ვთქვათ ადამიანების გამომზეურება ეს იყო აი ბასიანის ამბავი რო იყო. ცნობილი ამბავი. ხო აი მან ნარკორეალიზატორები რო დააკავეს და რო გასკდა ეს ამბავი და ეს აი მიწიდან რო ამოვიდა ეს გაუბედურებული ახალგაზრდები და რუსთაველზე რო გადმოიტანეს ეს ყველაფერი, აი პირველი მათი ასე ვთქვათ ღიად ესე გამოფენა იყო მაშინ და სხვათა შორის მინდა გავიხსენო რომ გახარია ეხა რო თავსდებს ქართულ დემოკრატიის ასე ვთქვათ ერთ-ერთ მეციხოვნეთ რომ მოაქ თავი, მაშინ სამარცხვინოდ
მოიქცა, აი ამ ბარიგების აქციაზე მივიდა, ბოდიში მოუხადა, არა და ხელების გადაგრეხვით ყველა იყო მან დასაკავებელი და გასაშვები, სადაც მათი ადგილია და ეგ იყო ახსაკვეთი უმკაცრესად. მოუხადა ბოდიში და მე არც იყო დიდი ხანი გასული, სულ რამდენიმე გახარია ბოდიშების სპეციალისტი იყო, ვიცი ჩვენ, მისი ბიუსტიც ხო იდგა რუსთაველზე კარგა ხანი. აი ესეთი ხალხი 8-9 მარტს იყვნენ გამოსულები და იქ როდესაც გია ბუღაძეს უხაროვდა რომ სირენების ხმაზეო აღფრთოვანებული იყო გია ბუღაძე თუ გახსოვთ რომ თქვენ ამ ახალგაზრდებს ნახეთ როგორ შეციცინებო თვალებში ისინი ცეკვავდნენ იკლაკნებოდნენ სირენები იყო ჩართული ამაზე და ისინი ამბობდნენ ღამის კლუბებში მაგის გამო დავდივარ თუ სირენების გამო დავდივარ თუ გახსოვთ და ეს ვითომ აი გაიმარჯვა ახალგაზრდობა ამ სირენებზე ბატონო გია ისინი სირენების გამო კი არ იკლაკნებოდნენ მათ ქონათ გადაყლაპული ამფეტამინები და სხვა ტაბლეტები და ამიტომ ისინი ვერ გაჩერდებოდნენ სანამ ის ნივთიერება არ გამოდის ორგანიზმიდან და იმიტომ ჩვენ ნახეთ ძალიან ბევრი აჟიტირებული პატარა გოგოები ვიდეოები გავრცელდა პირდაპირ მე სხვათავის ამ დღეებში ვნახე ჩვენი ჟურნალისტი აი ეს პირდაპირ გამოსაკვლევია როგორ იქცეოდა ბათუმში ჩვენი ჟურნალისტი რომ ძალიან ცნობილი რომ ყველგარო დარბის ღობეებზე შეხტება შემოხტება გვარი მავიწყდება ახლა მაგისი ქალბატონი რომელიც თავარის თუ ფორმულას ჟურნალისტია ლაბარაკი ну ერთ-ერთია მაქედან ახლა მე მაგებს ვერ ვარჩევ მაგრამ გოგოხიას ხო არ გულისხმობ ბატონო გოგოხიას ხო არ გულისხმობ დიახ რა ქვია ირმა ემა ხო დიახ და უნდა ნახოთ თქვენ რა მდგომარეობაშია ინტერვიუს მიცემის დროს ან მისი სახე რას აკეთებს ან როგორ მოძრაობს ძალიან საეჭვო არის საერთოდ რომ რა მდგომარეობაში გოგელიაზე ნატო გოგელიაზე არ ვიცი მამუკა ანდღულაძეს რომ მოუწყო პროვოკაცია მე ვერ დავუყურებ ვერავის მათი სახელი და გვარები არ მახსოვს ამიტომ ერთ-ერთი ჟურნალისტი რომელიც გადმოცემდა პირდაპირ ადგილიდან აი ამ ყველაფერს და ისიც რა არის ახლა მე რო ხვდები ამას ხო ახალგაზრდები რო ხვდებიან ეკრანებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები როდესაც მიტინგზე იმყოფებიან და ესეთ აჟიტირებულ არაადეკვატურ პატარა გოგონებს ბიჭებს ხედავენ რო ვერ ჩერდებიან და ლაპარაკობენ და რო იკლაკნებიან ვერ ხვდებიან რომ არიან ზემოქმედების ქვეშ ნარკოტიკების და არ შეიძლება რომ შეემოწმონ სხვათა შორის ხა მათი შემოწმება ესეთი მარტივი ამბავი არ არის მათ უკან დგას მთელი კოლექტიური დასავლეთი კელი დეგნანი შარვლი და დამოხტება ჩვეულებრივად რომელიმე მათგანს ხელი რო ახლო საინტერესო ანგარიში გამოაქვეყნა ევროკავშირმა აი სულ ახალია სადაც ლაპარაკია ანუ რაში დახარჯეს მათ ფული საქართველოში აი რომ ამბობთ ხოლმე ჩვენ რომ რა მოგცა დასავლეთმა ფაბრიკა ქარხნები რატომღაც ვერ ხედავთ სადმე ამ 20 წლის მანძილზე ვინმეს აეშენებინა ან ხალხი დაესაქმებინა ქართული ეკონომიკისთვის ხელი შეეწყოთ ეს ნამდვილად არ გაუკეთებიათ მაგრამ ნუ რაში ხარჯავენ ფულს მათსავე ანგარიში წერია ეს არის სხვადასხვა მიმართულებებით არის და ერთ-ერთი მიმართულება არის ფინანსური ჩართულობა ანუ ფული რაში დაიხარჯა იმედად ამოვიკითხავ ევროკავშირის დელეგაცია რჩებოდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ავანგარდში რაც გამოიხატებოდა ადამიანის უფლებების კუთხით მასშტაბური პროგრამების განხორციელებასა და სისტემურ ინფორმაციულ პროპაგანდისტულ საქმიანობაში ეს პირდაპირ ანგარიში წერია სისტემურ ინფორმაციულ პროპაგანდისტულ საქმიანობაში ეს სიმართლეა მაგრამ საინტერესო თვითონ არ მალავენ რომ პროპაგანდისტულ საქმიანობაში ძირითადად დახმარება განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მეშვეობით 11 მილიონი ევრო წარმოგიდგენიათ რამხელა თანხაზია ლაპარაკი ესენი აი რამხელა კოლოსალური თანხებით ფინანსდებიან ეს ახალგაზრდები რო დარბიან და შოუებს რო აწყობენ მისი საერთო მიზანია გააძლიეროს ადამიანის უფლებების დაცვა მათ შორის უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების ანუ აქ ლაპარაკია მამათმავლობის პროპაგანდისტები ხო აი კაცი რო კაცზე უნდა ქორწინდებოდეს და ქალი ქალზე და სქესი რო არჩევითია აი მაგას რო ქადაგებს მაგ პროპაგანდაზეა ლაპარაკი ასევე ბრძოლა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ანუ აი ეს მიმართულებები ფინანსდებოდა და დაფინანსდა ეს 11 მილიონი ევროს დაფინანსებით
წარმოგიდგენიათ რამ ხელა ფონზეა ლაპარაკი და ეს გრძელდება დღემდე. დღემდე იხარჯება მილიონობით ევრო და დოლარი იმაში, რომ ქართველი ხალხი ახალგაზრდები გაირყვნას, იყოს მეტი ნარკო მომხმარებელი, იყოს მეტი ასე ვთქვათ ნარკო რეალიზატორი და მთელი ეს ლიბერალური ფაშიზმი რაც საქართველოში დღეს სუფევს, საზრდოობს კოლექტიური დასავლეთიდან. რით შეიძლება ჩვენ დაუპირისპირდეთ ამ ყველაფერს? რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ლიბერალური დასავლეთიდან თავსმოხვეული ფაშიზმი დასრულდეს? საჭირო არის ბრძოლა, როგორც იბრძვის კონსერვატიული მოძრაობა, საჭირო არის ადამიანების ინფორმირება, საჭირო არის რომ მოვთხოვოთ ჩვენ ხელისუფლებას უფრო მეტი გააკეთოს იმისათვის, რომ მოხდეს პრევენცია, აი ესეთი რაღაცები არ ჩაატარონ ქვეყანაში და უნდა იყოს მომზადებული ქვეყანა ერი და ბერი აი ამ შემოდგომისათვის, როდესაც ისინი აპირებენ მთელი ძალების მობილიზაციას, როგორც PR სტრატეგიას, ასევე აი ამ კონკრეტული ფინანსების და ამ პარტიების მობილიზებას იმისათვის, რომ რაღაცა არეულობა გამოიწვიონ თბილისში, სადღაც გააჩინონ აი ესეთი რევოლუციური კერა, აანთონ ესეთი ცეცხლი აანთონ და შემდეგ ეს გადაედება ყველაფერს. რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მათ აქვს დავალება, რომ საქართველოს შევიდეს რუსეთთან კონფლიქტში. მინიმუმ უნდა გავხდეთ რუსეთთან არა მოლაპარაკებადი, რომ გაწყვეტონ მათ თქვა ჩვენთან ფრენებიც, ყველაფერი არც ერთი ტურისტი აღარ ჩამოვიდეს და ვიყოთ გადავიცეთ უკვე ომის წინარე მდგომარეობის სახელმწიფოებად. რა უნდა გაკეთდეს? უნდა გაკეთდეს ის, რომ ხელისუფლებამ ყურადღებით მიაქციოს იმ ჯგუფებს, რომლებიც ემუქრებიან უკრაინას და საქართველოს. ხო ვიცი ჩვენი ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ იქ ვიბრძვით და შემდეგ ჩამოვართ საქართველოში და იქაც ჩვენ დავაყარებთ წესრიგს. ხო, ეს არის უკვე დაზვერვისა და უშუალობის საქმე. ხო, ამას ხალხი ვერ გააკეთებს. ხელისუფლება უნდა გააკეთოს, რომ მიიღოს სწორი კანონები ამ პერიოდში. მიიღოს კანონი LGBT-ს პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, ხო? მიიღოს სხვა კანონები, რომლებიც დაარეგულირებს საქართველოს ურთიერთობებს. მაგალითად, მოქალაქეობის მიღების კანონი არის ძალიან მარტივი. ჩვენ ვართ ისეთ ზონაში, სადაც ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის, ბევრ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეს უჩნდება აქ დასახლებისა და აქ მოქალაქეობის მიღების სურვილი. რამდენ თურქს მისცა მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ გამარტივებული წესით, ხო? ასევე დღეს, როგორც ამბობენ, ბევრმა რუსმა აიღო მოქალაქეობა, შემდეგ არის სხვა ქვეყნების არაბები, ინდოელები, არაბების დასახლებებია, ხო? აქ მე არ ვსაუბრობ საერთოდ არავითარ ესე იგი რას ეძახიან ქსენოფობიაზე, ხო? მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ქართველ ერს აქვს დემოგრაფიული პრობლემა, ხო? ისედაც ერი მცირდება, შედაც ძალიან დიდი გასვლა არის ქვეყნის ფარგლებიდან და როდესაც აი ამას ჩაენაცვლება სხვა მოქალაქეები ღებულობენ ძალიან მარტივად აქ როგორც ბინადრობას, ასევე მიწის ნაკვეთების შეძენას, აი ეს უნდა გართულდეს, უნდა გამკაცრდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები. კი არ უნდა გამარტივდეს, უნდა გამკაცრდეს. ასეთი რაღაცებისაგან თავის არიდება ასევე საქართველოს ხელისუფლების საქმეა, როგორ ჩვენ თუ გადავწყვეტთ, რომ ვართ ტურისტული ქვეყანა, კი ბატონო, თავი მოიკლეს ტურისტული ქვეყანა გვინდათ. არა და მე ვთვლი, რომ საქართველოს უნდა იყოს ინდუსტრიული ქვეყანა, უნდა მოხდეს საქართველოს რეინდუსტრიალიზაცია, რასაც არასოდეს ამერიკა არ აკეთებს, იმიტომ რომ სწორი თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, რომ 1 ცენტი არ ჩაუდია ანაკლიაში ამერიკას. რა უშლიდა ხელს, ხო? ჩადო აი მაგაში, რაც თქვენ წაიკითხეთ, დააფინანსა აი ეს ბავშვები თუ არასამთავრობოები დააფინანსა, LGBT-ები დააფინანსა და რა ვიცი. ინდუსტრია უნდა განვითარდეს. კარგი, გვაქვს ტურიზმი. თუ ჩვენ გვაქვს ტურიზმი და გვინდა რომ ტურიზმი იყოს ერთ-ერთი წყარო ქართული მოსახლეობის, მაშინ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში, ქალაქებში, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში იქნება ბევრი რუსი, ბევრი თურქი, ბევრი არაბი,
ბევრი, რა ვიცი, აზერბაიჯანელი სომეხი, აბა, ეხლა აქ ამერიკელები და იტალიელები არ ჩამოვლენ მასე ბევრი, ხო? ჩვენ ამას უნდა შევეგუო და არ უნდა ვიყოთ ამ რაღაცა ქსენოფობიით გამსჭვალულები. თუ კი ვინმე არ ღვევს კანონს, ეხლა ეს მეორე საკითხი არის. ფრიალებს აგარ ვიდეოები დადის, რომ ვიღაცა რუსება შიშველი იბანავეს და გაბრაზდნენ ქართველები, ზღვაზე იყო ეს სადღაც. აგერ თბილისში ვიღაც ამერიკელმა თუ ინგლისელმა გაიხადა კუსტვაზე და იქ ატყდა ჩხუბი. იცით რა არის? ჩვენ უნდა თუ ვართ ტურისტული ქვეყანა, ქართველები უნდა შევთანხმდეთ. სად არის ის უამრავი ტურიზმის სპეციალისტი, რომელსაც უშვებს უნივერსიტეტები, იგივე მეცნიერები, ფაკულტეტებია, არიან ხარისხებს იცავენ. რაც ეს ცოდნა გვაქვს, რომ ასე ვექცევით ჩვენ ეს ვისწავლეთ? და ის ცოდნა უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფო პოლიტიკა, მასპინძლობის, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სახელმწიფო პოლიტიკა. ნუ რაც გინდათ ის დაარქვით. რას ნიშნავს? ნებისმიერი ჩამოსული უცხოელი უნდა გაეცნოს ჩვენს კანონმდებლობას. ესე არ არის, რომ იქ სადღაც შიშველი ბანაობს, აქ სხვანაირი კანონებია. ეს უნდა მიაწოდოს მთავრობა, უნდა დაიბეჭდოს ბუკლეტები, გავრცელდეს ასეთ ტურისტულ ცენტრებში, გიდების მეშვეობით უნდა გაიცნოს. კანონები უნდა იცოდნენ ძალიან კარგად ამათმა. ის კანონები ახლა რაც ეხებათ, ახლა იქ რაღაც სხვა კანონები კი არა. ბანკებში რა ხდება და იქ საგადასახადო სისტემებში არა. კანონები რაც უნდა დაიცვას ადამიანმა, რომელიც შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე. ეს უნდა იცოდეს რუსმაც, თურქმენმაც და ამერიკელმაც. მე უნდა გავაცნოთ ჩვენი ადაწესები. იქ სხვადასხვა ქალებიდან შემოდი, იქ სხვა ადაწესებია საზოგადოებაში მოქცევის. აქ სხვა ადაწესია. ეხლა ბოლოს და ბოლოს შვეიცარიაში რო შენ ქალაქის პარკში ქალმა გაისერნოს წერზემოთ შიშველი, არავის არ გაუკვირდება და კანონიც არის, რომ პოლიციელს უთხრეს, რომ პოლიცია ამას არ დააჯარიმებს. კანონია მიღებული, რომ შეიძლება ქალბატონებმა ისერნონ წერზემოთ შიშველი პარკებში. მაგრამ ახლა წარმოვიდა შვედი ჩამოვიდა და აქ წერნონ სადმე ვაკის პარკში, ვერის პარკში. ესე ხო არ არის, ხო? ჩვენ ხო ჩვენი რაღაცა არის ამ საზოგადოებაში, რომ იმას აქ თუ ჩამოიტან, მოხდება ჩხუბი და აყალმაყალი, რასაც ჩვენ ხედავთ ქალაქის ქუჩებში ხშირად გაუგებრობებს. ამიტომ ამ უცხოელებს უნდა გავაგებინოთ აქაური წესები, კანონები, აქაური ნორმები საზოგადოებრივი. სადაც ჩადიხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო. ეს ერთი. და მეორე, პატივი უნდა ცე. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი. ეხლა როდესაც სტუმარი მოდის შენ სახლში, ხო? ხო, აკვირდება ოჯახის უფროსი, თუ ფეხზე გაიხდის, ხო, მაგალითად, ხო, და ესე აქ თვითონაც იგივე უნდა გააკეთოს, თუ დაждდება, რა ვიცი, როგორც მოიქცევა ოჯახი, ადგება ფეხზე, სუფრაზე და დაიწყებს სადღაც ის უნდა ადგეს, ხო? ესე იგი შენ უნდა ცე პატივი, მაგრამ სტუმარმა უნდა ხსეს პატივი შენს წესებს. სადაც სტუმრად ხარ, სადაც ჩადიხარ, იქაური ქუდი დაიხურეო რა. აბა ეხლა მე რო ჩავიდე საუდის არაბეთში და იქome პარკში წამოვწვეთ მე და ჩემი შეყვარებული და კოცნა დავიწყო. პირდაპირ მიგვაბრძანებენ ჩვენ გაყოფილებაში, ხო, მორალური პოლიცია ქვია. თუ რაღაც იგივე ირანში. ხო და ევროპელები ჩადიან, მაგრამ არ იქცევიან საუდის არაბეთში გამომწვევად. და რუსები ჩადიან. აქ რატო იქცევენ გამომწვევად? იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფო არ დგას თავის დონეზე. ჩვენ ერთი მხრივ უნდა მათ ასე კი უნდა ვეჭხუბოთ ასე ქაჯებივით, არამედ უნდა გავაცნობიეროთ ეს ხალხი ჩამოსული, პატარა ბუკლეტები ყველა ტურისტული მასში დარიგებული, ეს ერთი და მეორე, როდესაც კანონი დაირღვევა, ვიღაცა ქალები კი არ უნდა მივარდნენ და უიშენ ისა და მე გადაუღონ და აი რაც უდებია რუსები. მასე გადაგიღებთ ამდენ თურქი შეურაცხყოფდა ჩვენს ესე იგი ჯვარს და სხვადასხვა ეკლესიებს შეურაცხყოფდა. ტაძრებში აი მაგალითად ალავერტში ვიყავი მე და ძალიან გამაღიზიანა ტურისტები როგორ იყვნენ შემოსულები, როგორ ეცვათ და როგორ იქცეოდნენ. აი ეგ არის ძალიან გამაღიზიანებელი, ხო? იმიტომ რომ მე არ ვიცი ხა იმას ტაძარი რა გონია საქართველოში, ალბათ ევროპაში რომ კათოლიკური ტაძრები რომ მუზეუმებად გადააკეთეს, ხო, შეიძლება ეგრე წარმოუდგენია, მაგრამ არა, ჩვენთვის ეგრე არ არის. ჩვენ უნდა აუხსნათ ეს ბატონო ჯაბა და დავამთავრებ, რომ ეს ერთი გაცნობიერება ყველა ადამიანს, რომელიც ჩამოსო პატივისცეს ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, კანონმდებლობას, ადაწესებს და მეორე, ჩვენ ვცეთ მათ პატივი. თუ კი ადამიანი შემოსულია სახელმწიფო, ესე იგი სახელმწიფომ შემოუშვა. ესე იგი ის არ არის დამნაშავე, არ არის კრიმინალი. თუ ეს გააჩერებდნენ საზღვარზე, ხო? შენ რა უფლებით ეჩრები პირში და შეაყენებ შეურაცხყოფას. ის სტუმარია უკვე.
შენ თუ ფიქრობ რომ დამნაშავეა შემოსული, მაშინ მოდი სახელმწიფოს წარუდგინე პრეტენზიები. ქუჩა კი ნუ დაძდევ შემოსულ ადამიანებს, ხო? პირდაპირ მიდი და სახელმწიფოს მოუწყოს მიტინგის და ის საპროტესტო აქციას. ეხლა მეორე, ძალიან დიდი პრობლემა არის ასეთ ქალაქებში, აი საზღვაო ტურისტულ ქალაქებში მომსახურების მხრიდან, რომ არა ქართული არ იციან. დგანა ხშირად არაქართველები, რუსები, რომლებიც ქართულად არ იციან, რომ მოგემსახუროს ქართულად, ხო? რა თქმა უნდა, ეს იწვევს ძალიან დიდ წყლობას ქართულ მოსახლეობაში და სწორია. და იწვევს რუსოფობიას. აუცილებლად უნდა იყოს მონიტორინგი, აი რო არის, რომ დადიან რესტორნებს ხვალმოწვევენ. რა ხდება სამზარეულოში, რამდენი დაცულია ის სტანდარტი. მადონო კოიძეს გადაცემა გაიხსენეთ, ხო? ხო და ხო შეიძლება ასე შემოწმდეს სახელმწიფოს მხრიდან იყოს კანონი, ვისაც უნდა კვების ობიექტი, რაღაც მომსახურების ობიექტი გახსნას, აუცილებლად მომსახურე პერსონალად, რომელი ეროვნებისაც არ უნდა იყოს ადამიანი, რომელმაც იცის ქართული ენაც და ქართულადაც მოიმსახურება. ეს უნდა იყოს კანონი და ეს კანონი უნდა შეამოწმოს სახელმწიფომ. მე ესე აღარ იქნება, რომ არის რუსის დაწესებულება სადღაც ბათუმში ან თბილისში, შევდივარ და არის ის ქართული და რუსულად ველაპარაკები. აი ეს პრობლემა ასე გადაიჭრება. ეს არის სახელმწიფოს გასაკეთებელი. თორე ძალიან დიდი არის უკმაყოფილება, ამას მოყვებს კონკრეტული პრობლემები, კონფლიქტები და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი თემა არის. ამას ხო ყველაფერს უნდა ახსრულება, ხო? ვიღაცა რუსი არღვევს იმას კანონს, იქეთ ვიღაცა ინგლისელი არღვევს კანონს, ვიღაცა მაღაზიის ქალებს ცემს, ხო ვიცით ეგეთი რაღაც. პოლიციელი რომ მოდის, პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ ის კი არ უნდა შეშინებული კი არ უნდა მივიდეს ამასთან და უი რომელი ქვეყნიდან არის და შენ იმისი მომხრე ხარ, პოლიციელმა უნდა აბსოლუტურად ცივსისხლიანად გადაწყვიტოს კანონი და გამოიტანოს ჯარიმა თუ არის რაც არის და უნდა იცოდეს რომ იმან რომ უჩივლოს იმ უცხოელმა რუსი იქნება თუ ინგლისელი პოლიციას უნდა გვერდზე ზუგს უკან ედგეს სახელმწიფო და იცოდეს რომ სახელმწიფო მას არ მიატოვებს და სახელმწიფო შემდეგ არ გადგება გვერდზე უნდა ქონდეს სახელმწიფო საკუთარი ქვეყნის იმედი რომ პოლიციელი კანონიერად რომ დასჯის ამერიკელს მე რა მოხდა ის ამერიკელია სახელმწიფო მას გვერდზე დაუდგება აი ეს არის კიდევ მთავარი გასაკეთებელი და ამ შემთხვევაში ჩვენ აი ეს სისულელეები რაც ქუჩებში ხდება შეხლა შემოხლა და რაღაცა ქსენოფობიური ისინი იქიდან რუსი ესვრის ქვას აქედან ვიღაცა ბათუმელი ესვრის ქვას ეს ყველაფერი დამთავრდება და ჩაჯდება ცივილიზებული სახელმწიფოს ნორმაში ყველას გვეცოდინება რომ სტუმარია შემოდის პატიუნდაცზე იმას ეცოდინება რომ აქ არის საქართველო და საქართველოში და მოგვიქცე ასე არ უნდა ასე მოქცევა. კი ბატონო, ნუ ჩამოვა საქართველოში. რაც შეეხება ამ საკრუიზო გემის გარშემო ათეხილ ხმაურს და კირდეგნანის გამოხმაურებას, საკმაოდ კარგი განცხადება იყო ჩვენ მოვისმინეთ დასაწყისში. შალვა ბაბუაშვილი როგორ უპასუხა კირდეგნანის განცხადებას, მან თქვა, რომ ქართულ ხალხს არ ჭირდება მეურვე და არც ერთი ელჩის საქმე არ არის, მე ხარ რა თქმა უნდა სიტყვით არ ვიმეორებ ციტირებას არ ვახდენ მან თქვა რომ არ ჭირდება მეურვე და არც ერთი ელჩის საქმე არ არის თქვათ არც ერთი ელჩი არ უნდა საუბრობდეს ქართული ხალხის სახელით იმიტომ რომ ელჩი წარმოადგენს არა იმ ხალხს სადაც ის ელჩად არის მივლენილი არამედ წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ ქვეყანას და შესაბამისად საკუთარ ხალხს ხო კარგია ეს განცხადება, მართლა მესიამ უნდა რომ მოვისმინე, იმიტომ რომ რეალურად ამით მიუთითეს კირდეგნანს, რომ შენ არავინ არ გეკითხება და მით უმეტეს ქართული ხალხის სახელით მას ლაპარაკის უფლება არ აქვს, ხო? მაგრამ ერთია ლაპარაკი და მეორეა რეალური პოლიტიკური დამოუკიდებლობისკენ მიმართული რამდენად არის ეს ყველაფერი, ანუ რამდენად შეუძლია ფრეს საქართველოს, რომ კონდეს შიდა საქმეებში მაინც ჩაურევლობა და შიდა საქმეებში მაინც ვიყოთ ჩვენ დამოუკიდებელი და გარდან არ ვიმართებოდით. აი ხა ჩვენთან ჩინეთში ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის აი წარმატებული ვიზიტის შემდგომ უკვე ნათელი გახდა ვისაც შეუძლია დაინახოს საერთო მთლიანი გლობალური სურათი, რომ საქართველოში საგრძნობლად უკვე შესუსტა დასავლური ამერიკული გავლენა პოლიტიკური ეს ესეც არის სამი მოთამაშე არის მსოფლიოში შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი. როდესაც შეერთებული შტატები მცირდება, ბუნებრივია ამ რეგიონში უკვე მოთამაშედ გვევლინება
დანარჩენი 2. საქართველოს არის ახლა ისევ მდგომარეობაში. ნუ ახლა რა თქმა უნდა ეს არ არის ეცის საქმე და მოკლედ ვიტყვი რომ საჭიროა დაბარება და ნოტის გადაცემა, მაგრამ ჯერ ქართული სახელმწიფო არ არის ჯერ გზად ამისთვის არა ვარ და ნუ კაი ვიცი მივეჩვიეთ ამას ახლა და კი ბატონო არა უშავს, მაგრამ თავარი არის წავდეს სწორად პროცესები. ხდება საქართველოს გადადის ახალ სიტუაციაში თავისი არსებობის. მე შემეძლია აი მეტაფორულად ხალხისათვის გასაგებად რო ახსნა ეს არის ის სიტუაცია როდესაც მამაკაცი დიდი ხანი იმყოფება ერთი რომელიღაცა ქალბატონის ფრენდზონას ახსნე რა არის როდესაც ქალბატონი გთავს ნებას რომ გიყვარდეს იყო მისი თაყვანისმცემელი მუდმივად მასზე ზრუნავდა მაგრამ ეს ქალბატონი არაფერს კონკრეტულად არ გვპირდება არც ცოლად გამოყვება არც არ გამოყვება არც რაიმე სხვა ნატოსთან მიმართებით ღია კარები, მაგრამ თან არც გიშვებს რომ წახვიდე, თან მოგთხოვს ერთგულება ეფიცო ყოველთვის და შიგადაში გიყენებს რაღაცებს შენ რომ ვიღაცა მამაკაცთან წაგაჩხუბოს ან რაღაცა კონკრეტულ საქმეში გამოგიყენოს ხო და ეს არის ფრენდ ზონა და შენ მუდმივად ხარ მიპყრობილი ამ ერთადერთი სუბიექტის მიმართ და გონია რომ როდესღაც ეს კარები რომ ღია არის შეხვალ ამ კარებში მაგრამ ეს არის ილუზია, ეს არის ფრენდ ზონა. და ეხლა საქართველოს გამოდის ამ ფრენდ ზონიდან, რატომ? აი წარმოიდგინეთ, ადამიანს ბოლოს ბეზრდება მამაკაც ესეთი რაღაცა და გაიხედავს და აღმოაჩენს, რომ 1 წლის მერე, 2 წლის მერე თუ როცა იქნება, რომ არსებობენ სხვა ქალბატონები. და არსებობს უფრო ლამაზების, უფრო მდიდრების, უფრო უკეთესი ხასიათის ქალბატონების და უკვე ეს ადამიანი თავს აღწევს მიჯაჭვულობას ერთ ქალზე და უკვე აღმოჩნდება რომ ისა რამდენიმე ქალბატონს უყურებს და რამდენიმე ქალბატონი უყურებს მას. ეს არის სრული განთავისუფლება. ეს არის უკვე ის მდგომარეობა, რაში შედის დღეს თანამედროვე საქართველო, რომ ჩვენ დასავლეთის ფრენდზონიდან თავისუფლებით და დავინახეთ რომ არსებობს გეოპოლიტიკა მრავალვექტორული. შეიძლება საუდის არაბეთანაც საუბარი, შეიძლება რუსეთთან რაღაცების აღდგენა უკვე შეიძლება ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები და ეხლა ამ დროს იცით რა ხდება ამ დროს უკვე შენ გაცილებით თავისუფალი ხდები თუ კი ფრენდ ზონაში ხარ მიჯაჭვული ერთ ქალზე და შენ ხარ დამორჩილებული მისი მხრიდან და მისი საკუთრება და შენ თუ სადმე გაიხედავ არა არსად ამ დროს არც თვითონ არ გიშვებს ბოლომდე და არც სხვა ქალთან წასვლის უფლება არ აქვს ეს არის ამერიკა და როდესაც დაინახავს ესეთი ქალი რომ სხვა ქალბატონები შენს მიმართ გამოავლენენ ინტერესად სხვა ქვეყნები ხო უკვე აქ ჩდება ინტერესი ჩინეთში პრემიერის და ქართული დელეგაციის ვიზიტი აშკარად არ ესიამოვნათ თუმცა მაგას პირდაპირ არ ამბობენ რა თქმა უნდა მე ეჭვმაქ რომ მოვა ის დროც როცა პირდაპირ დაიწყება ამის კრიტიკა არ ესიამოვნათ არც რუსეთში არ ესიამოვნებოდ ეს ძალიან თუმცა ის მაინც არის ჩინეთის მოკავშირე ხო არც რუსეთში არ გაგიჟდებოდნენ ამ სტრატეგიულ ურთიერთობებზე. აქ არის წმინდა კონკურენცია. რუსეთში ხა არ ვიცი, რეაქციები იქიდანაც წამოვა რასაკვირველია, მაგრამ ნატოსგან და დასავლეთისგან განსხვავებით ჩინეთს სხვა ინტერესები აქვს. ჩინეთის ინტერესები განსაზღვრება ეკონომიკური აქტივობებით. ხო, ხა ჩინეთი აქ ბაზას არ დააყენებს სამხედროს და ბირთვულ რაკეტებს არ დაუმიზნებს რუსეთს. ამიტომ ამას შედარებით უფრო რბილად მიიღებენ, ვიდრე ვთქვათ დასავლეთის. რა თქმა უნდა, თავარი არის რომ კონკურენცია, როდესაც ერთი ქვეყნის გულის მოსაგებად იბრძვის უკვე რამდენიმე გეოპოლიტიკური ცენტრი და შენ შეგიძლია ყველასთან ნაწარმოო მოლაპარაკებები ურთიერთობები დააბალანსო არავის არ იყო ბიბმული არავის ფრენდზონაში არ იყო თუ მაგალითად ერთი მხრიდან არ მოდის ეკონომიკური ფინანსური პროგრამები არსებობს ალტერნატივა ხო ამ დროს შენ უფრო თავისუფალი გეოპოლიტიკური თამაშების უფრო მაღალ დონეზე გადაინაცვლებ როგორც სახელმწიფო, როგორც ის მამაკაცი, რომელსაც არჩევანი აქვს და ქალების შემდგომ აქეთ იბრძვიან ამ მამაკაცის გულის მოსაგებად, იმიტომ რომ ერთმანეთში შედიან კონკურენციაში. გეოპოლიტიკური ცენტრები აუცილებლად შევლენ კავკასიაზე გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთში კონკურენციაში და ჩვენ გვიზრდის ეს უკვე ჩვენ გვიზრდის უკვე მნიშვნელობას. და პოლიტიკური რავირების საშუალებას. აქამდე ჩვენ ვიყავით ჩაკეტილი, ასე ყველაფერი ქონდა ერთი მიმართულებით, ყველაფერი ქონდა დანარჩენი ჩაკეტილი და იქიდან კიდე არაფერი არ წამოვიდა. ჩვენ ნახეთ, რომ 1 ცენტი არ ჩადეს ქართულ ინდუსტრიის განვითარებაში, ხო და ეხლა უკვე პერსპექტივები რო გაჩნდა, იცით რა დაიმართება ამერიკას? ეს არის განაწყდებული ქალი, რომელიც მიატოვე და რომელიც ესე იგი
რუსეთმა გახსნა უვიზო მიმოსვლა და თუ მას უნდოდა ამერიკას ამის გაკეთება, თვითონ შეეძლო ეს ადრე გაეკეთებინა, მაგრამ ვერ გააკეთა და ვერც ახლა გააკეთა, ხო? ჩინეთი თუ ჩადებს კაპიტალს, ამერიკა ამაზე გაბრაზდება, მაგრამ ამერიკას ყოველთვის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა. შეერთებულმა შტატებმა არ ჩადოა კაპიტალი რეალური წარმოებისათვის. ასე რომ იცით რა, ყველაფერი მიიღებს ლოგიკურ სახელს. საქართველოს უნდა ამ გეოპოლიტიკურ მრავალ ვექტორული თამაშებით მოიპოვოს თავისი ყველაზე საუკეთესო ინტერესების დაკმაყოფილება, მათ შორის რუსეთთან მოლაპარაკებებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ჩინეთთან, ესე იგი, პირველ რიგში ეკონომიკით და დასავლეთთან ასევე არავინ არ წყვეტს ურთიერთობებს, ჩვენ არ უნდა ჩამოვიკიდოთ რომელიმე ვექტორს და არ უნდა ვიყოთ მის ისეთი ერთგული, რომ მათი წოდნე, რომ მათ იქეთ ჩვენ გზა არ გვაქვს და რაც არ უნდა იყოს ჩვენ დავიღუპებით თუ ეგეთი ჩვენ არ მოგვივრიან. ასე რომ ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული სახელმწიფოსათვის, რომელსაც უნდა გამოყენება. ეს არის თავარი. მადლობა დიდი მოგზაურობისთვის. ელის ბარაშვილი ფილოსოფოსი იყო, გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი, მეორე ნაწილში კი საუბარს გავაგრძელებთ თამარ იქნაძესთან ერთად. მანამდე ნახოთ სიუჟეტი, ჩვენი სიუჟეტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და შემდგომ გავაგრძელებთ საუბარს. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება აქტიურ ფაზაშია. ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ იერიში გაძლიერებულია. რეგიონში საბრძოლო ობიექტი ხარკოვი იყო. რუსულმა ძალებმა რამდენჯერმე ცეცხლი გახსნეს სუმის ოლქის მიმართულებითაც. დაბომბილია ხერსონის ცენტრი და კრივოი როგი. იერიშის შედეგად არიან დაზიანებულები და დაღუპულები. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ზეწოლის გაზრდას ითხოვს და აცხადებს, რომ უსაფრთხოების დასაცავად უკრაინელ სამხედროებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი რაოდენობის მანძილზე მოქმედების იარაღი. მისივე მოთხოვნის მიხედვით კი რუსეთში რაკეტების წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდების არხები უნდა შეიზღუდოს. ჩვენი ქალაქების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკრაინელებისა და ჩვენი შვილების ნორმალური ცხოვრების დასაცავად, ჩვენ სამხედროებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი რაოდენობის შორ მანძილზე მოქმედების იარაღი, საკმარისი რაოდენობის საშუალებები ტერიტორიების დასამარცხებლად. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ნიშნულოვნად უნდა გაძლიერდეს სანქციები ტერორისთვის. ნიშნულოვნად უნდა შეიზღუდოს რუსეთში რაკეტების წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდების არხები. უკრაინული მხარის მხრიდან ღამით უპილოტო საფრენი აპარატით კვლავ განხორციელდა რუსეთის დედაქალაქში მოსკვა სიტიზე თავდასხმა. შენობაში, რომელზეც იერიში მიიტანეს, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროა განთავსებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის არმიამ უპილოტო აპარატებით მოსკოვის ცათამბჯენი დაბომბა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდზე სცადა თავდასხმა. თუმცა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით რუსულმა სამხედრო ხომალდებმა უკრაინის 3 საზღვაო უპილოტო აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მათზე თავდასხმას ცდილობდნენ. მოსკოვზე დრონებით თავდასხმის საფრთხეზე საუბრობს კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელიც აღნიშნავს, რომ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. გუშინ ვთქვი, რომ ექსპერტული თვალსაზრისით ამაზე კომენტარის გაკეთება შეუძლიათ და უნდა გააკეთონ მხოლოდ სამხედროებმა. საფრთხე ნამდვილად არსებობს. ის აშკარაა, ზომები მიიღება. ფრონტის ხაზზე არსებული მძიმე ვითარების მიუხედავად, დასავლეთი უკრაინაში ომის წახალისებას აგრძელებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებებს ბულგარეთსა და სამხრეთ კორეასთან ხელი მოაწერა. ამერიკული გამოცემა Financial Times-ი იუწყება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ თვეების განმავლობაში იცოდა უკრაინის საბრძოლო მასალის ამოწურვის შესახებ და გააძლიერა ძალისხმევა ჭურვების ფრონტის ხაზზე მისაწოდებლად, რადგან ომი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. თეთრმა სახლმა უკვე გააფორმა შეთანხმებები სამხრეთ კორეასთან და ბულგარეთთან უკრაინისთვის ჭურვების მიწოდების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა ორიენტირებულია იმაზე, რომ უკრაინას უფრო მეტი რაოდენობით 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვები მიაწოდოს. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მონაცემებით, ვაშინგტონი მიზნად ისახავს 2025 წლის ფისკალური წლისთვის თვეში 90,000-მდე საბრძოლო მასალა აწარმოოს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამჟამად თვეში 24,000-მდე საბრძოლო მასალას აწარმოებს. რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე 14,000-მდე საბრძოლო მასალას აწარმოებდა.
დასავლეთის გავლენის ქვეშ მოქცეული ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლები ომის გამამწვავებელ რიტორიკას აგრძელებენ. ამჯერად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ ომი მალე რუსეთში გადაინაცვლებს. იქნება მეტი დრონი, კოლაფსი და სამოქალაქო კონფლიქტი. გრძელდება ალტერნატიული ხედვა გადაცემის მეორე ნაწილში უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრებთ. ოფიციალური მოსკოვი უკრაინაში არსებულ ვითარებას აფასებს. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა კონტრშეტევის დინამიკაზე საუბრობს და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებზე ამახვილებს ყურადღებას. დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ნატოსთან ტანდემში უკრაინის კონტრშეტევა წარმატებას მიაღწევდა, რუსეთს გადამწყვეტი ზომების მიღება მოუწევდა. ყოფილი პრეზიდენტი აკონკრეტებს და ხაზს უსვამს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, რადგან მას უბრალოდ სხვა გზა არ ექნებოდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ნატოსთან ტანდემში უკრაინის კონტრშეტევამ წარმატებას მიაღწია და დასრულდა ჩვენი მიწის ნაწილის წართმევით. მაშინ ჩვენ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად მოგვიწევდა ბირთვული იარაღის გამოყენება. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვექნებოდა. მედვედევის ამ მეტად მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს მარნევე მოყვა გამოხმაურებები. ერთ-ერთი პირველი, ვინც სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, ბელორუსის პირველი პირი იყო. ალექსანდრე ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ საქმე ბირთვული იარაღის გამოყენებამდე არ მივა, თუმცა იქვე დასძენს, რომ მზად არის დაიცვას საკუთარი ქვეყანა ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი გზითა და საშუალებით. ღმერთმა არ ქნას საჭირო გახდეს ამ იარაღის გამოყენება. მაინც ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ არავის ბოსტანში არ ვცურებით, მაგრამ ჩვენთანაც ნუ მოძღვრებით. ჩვენ უზრუნველყოფთ საკუთარ თავსა და საკუთარ უსაფრთხოებას ჩვენი მეგობრების დახმარებით. ბირთვულ ქვეყანას ჯერ არავინ დასხმია თავს. რთული დროა, ამაზე არ ვისაუბრებ. თქვენ ამას ხედავთ. ვიტყვი, რომ მხოლოდ თქვენ გესმოდეთ. ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ. საკმარისი ვიომეთ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. მე არ მინდა, რომ ჩემი ხალხი განსაკუთრებით ჩემ დროს ომობდეს. თქვენ ხედავთ რა ხდება ჩვენს მეზობლებთან. ისინი ჩვენთვის ახლობლები არიან, უცხოები არ არიან, ბევრი ნათესავია იქ. ეს საშინელი საქმეა. ვაკეთებთ დასკვნებს. ჩვენთვის ეს ძალიან სერიოზული გაკვეთილებია. თუმცა მინდა რომ თქვენ გესმოდეთ, ჩვენ იარაღს არ ვაჟღარუნებთ, მაგრამ ვემზადებით ნებისმიერ მომენტში დავიცვათ საკუთარი ქვეყანა. ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით მოსკოვის გზავნილები ცხადია ყურადღების მიღმა არ რჩება დასავლეთში. ოკეანის გაღმა განცხადებას მალევე უპასუხეს. თეთრი ციხე თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მოკლე შეფასებით შემოიფარგლა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ან სადმე სხვაგან იქნება დამღუპველი მსოფლიოსთვის და ასევე უმძიმესი შედეგების მომტანი თავად რუსეთის ფედერაციისთვის. ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ან სადმე დამღუპველი იქნება მსოფლიოსთვის და მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს მჭიდრო მონიტორინგს რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოკლედ, როგორც ხედავთ, კრემლის გზავნილებს დასავლეთში დიდი ყურადღებით აკვირდებიან, რაც შეეხება უკრაინის პოზიციას. ჩავარდნილი კონტრშეტევისა და კოლოსალური დანაკარგების ფონზე კიევი ისევ გარდაუვალ გამარჯვებაზე საუბრობს. მიხაილ პოდოლიაკი მედიასთან აცხადებს, რომ მოსკოვი სწრაფად ეჩვევა სრულფასოვან ომს, რომელიც მალე საბოლოოდ გადავა ამ ომის ავტორების, ანუ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მისივე შეფასებით, რაც რუსეთში მომავალში მოხდება, ობიექტური ისტორიული პროცესია. მეტი ამოუცნობი დრონი, კოლაფსი, შიდა არეულობა და ომი. აი, რას უანონსებს და უწინასწარმეტყველებს რუსეთს ჩავარდნილი კონტრშეტევის ფონზე ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი. მოსკოვი სწრაფად ეჩვევა სრულფასოვან ომს, რომელიც თავის მხრივ მალე საბოლოოდ გადავა ომის ავტორების ტერიტორიაზე, რათა მათი ვალები შეაგროვოს ყველაფერი, რაც რუსეთში მოხდება. ობიექტური ისტორიული პროცესია. მეტი ამოუცნობი დრონი, მეტი კოლაფსი, მეტი სამოქალაქო კონფლიქტი, მეტი ომი. კოლაფსი, მეტი ომი და შიდა არეულობა, ეს არის პოდოლიაკის პროგნოზი, როგორც მოისმინეთ, ის ამბობს, რომ ომი მალე გადავა რუსეთის
ტერიტორიაზე და რუსეთი დაისჯება ყველაფრისთვის, რასაც უკრაინაში აკეთებს. თემაზე საუბარს სტუმართან ერთად გავაგრძელებთ სტუდიაში, გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარია პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე. მოგესალმებით, თამარ. მოგესალმებით. მადლობა მომბრძანებისთვის. მადლობა. მედვედევის განცხადება, ახლა ბირთვული იარაღის თემა ამ ომის პირველივე დღეებიდან ფიგურირებს, იმიტომ რომ რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო და თუ საუბრობთ იმაზე, რომ რუსეთი რაღაც კუთხეში შეიძლება მოიმწყდიონ და ეკონომიკური სანქციებით იქნება თუ უკრაინისთვის ნატოში იარაღების მიწოდებით თუ მას გაუჭირდა, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში დგება საკითხი, რომ ბირთვული სახელმწიფო ხო არ წავა ბირთვული შეიარაღების გამოყენებაზე. მედვედევმა პირდაპირ თქვა, სხვადასხვა რუსეთის პოლიტიკურ ელიტას მე ცოტა არ მესმის, რატო ახასიათებს ესეთი პირდაპირობა. მან თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ალბათ მეორე კონსტიტუციას გულისხმობდა, ნატოსა და უკრაინის ტანდემი იქნებოდა წარმატებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს წაართმევდნენ აი ამ დაკავებულ ტერიტორიებს, უკრაინის ტერიტორიებს. ამ შემთხვევაში ის გამოიყენებდა ბირთვული იარაღს, იმიტომ რომ მას სხვა გზა არ ექნებოდა. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი და აი რატო ამბობენ ამ ყველაფერს ესე ღიად? მოგესალმებით ყველ ტელემაყურებლებს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა საომარი მოქმედებებისა არის ეს ჰიბრიდული ომი და ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ ჰიბრიდული ომისა სწორედ არის ის რიტორიკა და მუსკულების თამაში, რომელიც ამ მხარეების განცხადებებში არის გამოხატული. თუმცა, როდესაც რუსეთი იწყებდა ამ საომარ მოქმედებებს, დაფიქსირებული იყო, რომ ისინი ვაბანკზე მიდიოდნენ, აქ მათი ეგზისტენციონალური საკითხი დგას და აი რუსებს აი გამოთქო ილიპრაპალ, ხო? აი დაახლოებით ესეთ. ხო, მაგრამ აი ბოდიში გაწყვეტინე და ხო არ შემოუტრიარებენ ამას, რომ ანუ მან თქვა რომ სხვა გზა არ გვექნებოდა, ანუ რა შეიარაღებას მიაწოდეს, რუსები არ იყვნენ დარწმუნებული, რომ ამ კონცეპტებას გაუძლებდნენ, ანუ დასავლური პროპაგანდა ხო არ შემოუტრიარებს და აი ხო ხედავთ თვითონ რუსები აღიარებენ, რომ ისინიც არ არიან დარწმუნებული ბირთვული იარაღის გარეშე შეძრებენ თუ არა უკრაინასთან ეფექტიანად ბრძოლას. ანუ აი ამ კუთხით ხო არ გააშუქებს ამ ყველაფერს. ჩემი აზრით აქ უფრო დაშინების ფუნქცია აქვს ამ განცხადებებს, იმიტომ რომ ომი არ მთავრდება და მე ყოველთვის იცით რას ვამბობ, რომ ეს ომი არ არის აი დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტების რაოდენობა არის გაზრდილი. ამიტომ აი ამ მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში გადაწყვეტილებების მიღება და შეთანხმება არის გართულებული. იმიტომ რომ ამ სუვერენული სახელმწიფოების გარდა აქ ჩართულები არიან ტრანსნაციონალური კომპანიები, დიდი IT სამსახურები, ჯანდაცვითი ორგანიზაციები, ხო? და კერძო სამხედრო ორგანიზაციები, ამიტომ მათ ყველას თავისი ინტერესი აქვთ, ხო და აი ამ საბოლოო შეთანხმებამდე მისვლა საკმაოდ რთული პროცესია. ამ პერიოდში კი მიმდინარეობს ეს საომარი მოქმედებები და პარალელურად კულისებს მიღმა ხდება ვაჭრობები სხვადასხვა საკითხზე. ესე იგი, რახან ესენი არ შეთანხმებულა, ხა არავისთვის არ არის ეს დამალული. რა დიდ მოგებას პოულობენ სხვადასხვა ორგანიზაციები, თუ გინდაც ქვეყნები ამ ომისგან, ხა ჩვენ უყურებთ როგორც ძალიან დიდ ტრაგედიას, იმიტომ რომ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება, მაგრამ პარალელურად ომის კანონია, ხო, ვიღაცა ძალიან დიდ მოგებას ხედავს ამ ომის შედეგად, მაგრამ ალბათ საბოლოოდ რაღაცა შეთანხმებამდე მივლენ და აი ჯერჯერობით აი რამე კონტური თუ ჩანს მაგის, რომ აი როგორი შეიძლება იყოს ამ ომის ფინალი. ან მოლაპარაკება, ან აი არ ვიცი. ნუ პარალელურად ახალი განცხადებების გაკეთება ხდება. იქ პოლონეთის საკითხზე იყო ამასინად განცხადება, არსებობს გარკვეული ექსპერტების მოსაზრება, რომ დეკემბერში უნდა დამთავრდეს ეს ომი. შუამავლობას კი სრულობენ ესა თუ ის ორგანიზაციები, მაგრამ მე ისევ ვამბობ, სანამ არ მოხდება აი რაღაც საკითხებზე შეთანხმება რა, ალბათ ეს ომი დასასრულამდე. მე ყოველ შემთხვევაში იცით, მინდა ვიფიქრო, რომ ბირთვული იარაღამდე არ მივა, იმიტომ რომ რუსებს კარგად ესმით,
რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მათაც ძალიან დააზიანებთ და სხვათა შორის პუტინმა თავის დროზე განაცხადა, რომ იარაღის გამოყენება იქნება მიმართული იმ ცენტრების წინააღმდეგ, სადაც მიიღება ეს კი და თან გადაწყვეტილება. ისინი ყოველთვის ხაზს უსვამენ აი იგივე ხა მედვედევის განცხადებაში ხაზგასმული თუ ჩვენ სხვა გზა არ გვექნებოდა. ანუ ამას იყენებენ არა ისეთი პოლიტიკური ქვეტექსტით, ანუ ისეთი განმით რაც მაგალითად ამერიკამ 45-ში იაპონიას რო დაარტყა. არამედ სხვა გზა არ გვექნებოდა. აი ესე მაშინ განსხვავებით მაშინ არ იყო არავითარი საჭიროება 45 წელს რომ ბირთვული იარაღი გამოიყენებინათ, მაგრამ ეს მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირის დასაშინებლად. ანუ არავის არ ქონდა შეერთებული შტატების გარდა ბირთვული იარაღი და ხო, და დემონსტრირება მოახდინა და საბჭოთა კავშირი აი რაღაცნაირად მის დასაშინებლად გაკეთდა ეს. საბჭოთა კავშირში მომდენო 3 წელი ვიდრე საბჭოთა კავშირში არ შეიქმნა, ღამე მშვიდად არ ეძინათ. ხო, მაგრამ საინტერესო იყო იქ სტალინის რეაქცია, რომელიც და წაკითხული მაქვს ის ჩანაწერები, როდესაც რუზველტი ეუბნება, რუზველტი კი არა, ტრუმენი ეუბნება, რომ მე მგონიო ძიაჯო ვერ მიხვდაო, რაზე არისო ლაპარაკიო, ხო და ამ დროს სტალინმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, დაზვერვა მუშაობდა ძალიან კარგად. უბრალოდ არ შეიმჩნია, იმიტომ რომ პარალელურად საბჭოთა კავშირიც ბერიას ხელმძღვანელობით ამ ბირთვულ იარაღზე გამალებული მუშაობდა და მართლაც უახლოეს მომავალში შეიქმნა ეს ბირთვული იარაღი და სხვათა შორის ამას ძალიან დადებითი შედეგი ჰქონდა, იმიტომ რომ პარიტეტის სიტუაცია შეიქმნა, იმიტომ რომ თვითონ ეხლა ბევრი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ეს სპეციალურად იქნა გავრცელებული ეს საიდუმლოება, რომ ყოფილიყო მეორე ქვეყანა, რომელსაც ექნებოდა ატომური იარაღი, გახსოვთ ალბათ ეს მეცნიერების ცნობილი წერილი, როდესაც ისინი ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ეს არის კაცობრიობისთვის დამღუპველი, ხო? და აი ერთი პერიოდი ცივი ომის დროს ამაზე ძალიან ხშირად ლაპარაკობდა მარგარეტ ტეტჩერი, რომ ბირთვული იარაღი და აი ამ ბირთვული კლუბის ქვეყნების ჩამოყალიბება არის რაღაცა გარანტიაო, რომ სოფლიოში მშვიდობა იქნება, იმიტომ რომ იმდენად საშიში იარაღი მიაჩნდათ მაშინ და ეხლა ნახეთ რიტორიკაც შეცვლილია, იმიტომ რომ ეს ის თაობა არ არის, რომელიც მოესწრო, ხო, ამ საშინელ ომს და შედარებით უფრო რაღაცა ადვილად უყურებენ ამ ყველაფერს. კი, აი მე მგონი კირბიმ თუ ამერიკელმა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, აი გუშინ რომ ბირთვული ასე ვთქვათ ომი არ იქნება კლიმატის ცვლილებაზე უფრო საშინელი. ხო, საქართველოში არიან ცხელთავები, რომლებიც ამბობენ, რომ არც ისე საშიშია თავიდან თორემ მე მიეჩვევი. ხო, ნუ ეს უკვე კაცობრიობას უქმნის, ხო, რაღაცა საფრთხეს, თუმცა არის ეს ლოკალური რაღაცა სტრატეგია ამ ბირთვული ომების, ხო, როდესაც რაღაცა განსაზღვრული პატარა არეალი ზიანდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქეთა ნახევარსფეროში და რუსეთთან ესე ახლოს ამ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთსაც არ მოუტანს არაფერს კარგს, ამიტომ იქ რაღაცა სხვადასხვა ვარიაციები უნდა ვიგულისხმოთ. რაც შეეხება მოლაპარაკებებს უკრაინაში, ხო, აი რამ შეიძლება მხარეები მიიყვანოს მოლაპარაკებამდე. რა შეიძლება იყოს ის გარემოება, რაც უკრაინას არავინ არ შეეკითხება, რა თქმა უნდა, მოლაპარაკება იქნება დასავლეთსა და რუსეთს შორის, ხო? რა იქნება ის გარემოება, რაც ორივე მხარეს მიიყვანს აი მაგ მდგომარეობამდე. როგორც ვთქვი, აი ამ სხვადასხვა მხარეების შეთანხმება და ეხა თუ ომის ვითარებას გავადევნებთ თვალს, არა უკრაინას არ აძლევენ იმდენი იარაღს, რომ მან რუსეთი დაამარცხოს და იღუპება. ანუ რასაც აწვდიან დიდი რაოდენობით აწვდიან, გააჩნია. აი იმ დღეს ვკითხულობდი, რომ 49 მილიარდი იყო გათვალისწინებული კონგრესის მიერ ეს თანხა გამოყოფილი, რომელიც იარაღში უნდა ასახულიყო და მე მგონი 17-ია მხოლოდ გაცემული, ხო?
ანუ ამერიკელებიც არ ჩქარობენ იმისთვის, რომ მაინდა-მაინც შეეარაონ. რაზეც მე მიგითითებთ, რომ პარალელურად მიდის ვაჭრობა სამწუხაროდ უკრაინა არის ეს პროქსი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს ამ ყველაფრის გარჩევა, რაც ძალიან სამწუხაროა. და აი, როდესაც გაარკვევენ ამ თავის რაღაცა მიზნებს და შეჯერდება ეს ყველაფერი არა, მერე ალბათ დაიწყება უკვე მოლაპარაკების პროცესი. იმიტომ რომ რუსებიც ვერ მოიპოვებენ ისეთ გამარჯვებას, როგორც მათ უნდათ, ესე იგი ეს ოპერაცია არ წავიდა ისე. ხა ყველა იყო იმის მოლოდინში, რომ ძალიან სწრაფად მოხდებოდა ხო უკრაინის ოკუპირება, მაგრამ ეს ძალიან დიდი ქვეყანაა. უკრაინა ძალიან ბევრი ძალა არის ჩართული ამ ომში და შესაბამისად მეორე მხრივ დასავლეთმაც ხო რაღაცები ვერ გათვალა. აი დასავლეთში აშკარად იყო განცდა, რომ იგივე სანქციებს მეტი ეფექტი ექნებოდა. დასავლეთშიც როგორც ჩანს ვერ წარმოედგინათ მათ თუ მოუწევდათ ამდენი შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის. ხო აი რაში ჩანს თუნდაც ჩვენ აქ ადრე გვისაუბრია, რომ მაგალითად ეხა აწვდიან გარკვეულ ტექნიკას, რომლის ცოდნეც უკრაინას არ ყავს, ხო მაგალითად, როცა ტანკები მიაწოდეს, როცა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მიაწოდეს, როცა აი ეხა მიდის F-16-ებზე საუბარი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც დადგა პრობლემა იყო, რომ უკრაინას არ ყავს F-16-ის პილოტები. უკრაინას არ ყავდა მაგალითად პატრიოტების მას ხო ჭირდება თავის პერსონალი, პატრიოტი თავისით ხო არ ისვრის საჰაერო თავის. ეს კიდე ცალკე პრობლემაა. ეგ ყველაფერი ხო მიანიშნებს, რომ მათ 8 წელი ჰქონდათ 2014-დან 22-მდე, ხო, მეორე ომამდე. ამ 8 წლის მანძილზე მათ აი ამ კადრების მომზადება რო არ დაიწყეს, ეგ ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ მათ არ ჰქონდათ გათვლილი, რომ აი ამ ტიპის შეიარაღების მიწოდება მოუწევდათ. აი ლუკიანოვს უსმენდი, ფიოდორ ლუკიანოვს ამასეა და რა ამბობდა, იცით, აი ამ კასეტური ბომბების მიწოდების შესახებ. ნუ კონვენციით აკრძალულია ამ კასეტური ბომბები. გააჩნია ხო, ზოგი არ არის მიერთებული ამ კონვენციას. ხო, მაგრამ გლობალურად ეს საშინელებაა, ხო, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია და მან თქვა ესეთი რაღაც, რომ ამოეწურაო დასავლეთო ეს შეიარაღებაო და ეხლაო იძულებულია ის რაც აქვთო აი ამ კასეტური ბომბების საშუალებით მიაწოდო. მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ, რომ დასავლეთ შეიარაღება ამოეწურა, იმიტომ რომ აი ჩვენ გვეცინება ხოლმე, რომ აი მაგალითად ბრიტანეთის დაზვერვა რო ამბობს, რომ რუსეთს გაუთავდა რაკეტები და ჩვენ გვეცინება, რომ რუსეთს იმდენი აქვს, რომ რა გაუთავდა. და დასავლეთს გაუთავდა, ეგ კიდევ უფრო კომიკურად გამოიყურება, იმიტომ რომ დასავლეთი ნატო არის რუსეთზე ბევრად უფრო დიდი სამხედრო ეკონომიკური მანქანა, ხო? მაგრამ გაუთავდათ, ეგ მაგის მე არ მჯერა, უბრალოდ აი მიაწვდიან თუ არა, ეგ არის საკითხი. მან არის ერთი სერიოზული პრობლემა, იცით, დასავლეთი კი დემოკრატიად აღიარებული ნაწილია ხო სამყაროსი, მაგრამ ეს დემოკრატია შესაბამისად განსაზღვროს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს. ანუ რთულად მისაღები. ანუ რაღაცა ბიუროკრატია, რა თქმა უნდა. ამიტომ რაღაცა იარაღის მიწოდებაც არა, არის მთელ რიგ რაღაც პროცედურებთან, ხო, დაკავშირებით. ზოგს უნდა, ზოგს არ უნდა. ეხლა ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის გზით და ეს გადაწყვეტილების მიღების პროცედურაც არის საკმაოდ რთული და მთელი რიგი მოდით როგორც ერთ მხარეს ისე მეორე მხარეს თავისი პრობლემები აქვთ, ხო? და ნახეთ, რომ ეს ომი რაღაც ძალიან ცუდ სტადიაში არის გადასული და ძირითადად აი ამ საზარბაზნე ხორცით განისაზღვრება, რაც ძალიან სამწუხაროა და მით უმეტეს რომ ჩვენი ბიჭებიც იღუპებიან. რაც შეეხება, ვთქვათ, აი მოლოდინებს ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები არის 2024-ში და არის მოლოდინი, რომ ეს გარკვეულწილად დააჩქარებს უკრაინაში ომის, ასე ვთქვათ, დასასრულისკენ წაყვანას, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებში აღარ ეცრება უკრაინისთვის. ესეთი მოლოდინია. მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ, იმიტომ რომ საერთოდ აი ეგეთი მოლოდინები, როგორც წესი ნაკლებად მართლდება, იმიტომ რომ აი მაგალითად დასავლეთი გაიყინება რუსული გაზის გარეშე. სანქციები დაშლის რუსეთს, ეს მათი მოლოდინი იყო. აქეთა მხარეს იყო, რომ რუსული გაზი და ნავთობი თუ არ მიეწოდა დასავლეთს,
ცუდად იქნება. გერმანია გაიყინება ზამთარში, ხო? არა, არ გაიყინება, მაგრამ სერიოზულ კი, რა თქმა შედეგს უნდა, იქონია. ასევე სერიოზული პრობლემები გამოიწვია სანქციებმა რუსეთში, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი არ იშლება, ხო? აი ეს არჩევნები, ამერიკის არჩევნები რა კორექტივებს შეიტანს ამ პროცესებში, ანუ რა გავლენას იქონიებს? იცით რა არის, ეს სანქციები და იგივე ის ქმედებები, რაც დღეს მიმდინარეობს, არ არის მხოლოდ ის, რაც ზედაპირზე ჩანს, ხო? ამიტომ ცოტა ღრმად უნდა ჩაუკვირდეთ ჩვენ რა არის მისი საბოლოო მიზანი. ეხლა რუსებს რო სანქციები დაუწესეს, არა ეს აი სხვათა შორის ბისმარკი რო აფრთხილებდა ომი არ დაიწყოთ, ყველაზე ძალიან ხაზს უსვავდა იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომელიც რუს ხალხს ესე იგი ახასიათებს. ესე იგი ოღონდ იყოს ძერჟავა, ისინი ყველაფერს მოითხოვენ, ნუ გარკვეულწილად ეხა ეს ცუდი არ არის, ხო? ეხლა რაც შეეხება ევროპას. ამაზე ძალიან ბევრჯერ გვილაპარაკია, რომ ამ ომის პარალელურად მიმდინარეობს ევროპის დასუსტება. სერიოზული კრიზისია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნუ აი ეს კაპიტალიზმის პერიოდული კრიზისი თავს იჩენს ხოლმე და აი ნახეთ რითი შეიძლება ამერიკამ თქვათ რითი შეიძლება რომ ის გამოვიდეს ამ კრიზისული სიტუაციიდან. რა თქმა უნდა, ახალი ესე იგი ფინანსების და ბიზნესის შედინებით. და ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რომ გერმანიიდან, მაგალითად სხვა ქვეყნებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ისეთი ბევრი ბიზნეს კომპანია გადაბარგდა. ჩვენს ავტო წარმოებელი კომპანიებიც. კი ბატონო, ესე იგი გერმანია, აი იცით აქ პარალელურად ძალიან ბევრი ამოცანის გადაჭრა მიმდინარეობს და ერთ-ერთი არის ევროპის და კერძოდ გერმანიის დასუსტება, იმიტომ რომ აი ევროკავშირის მომავალიც როგორი იქნება. მე მაგალითად, როდესაც ბრექსიტი იყო, ყველა იმაზე ლაპარაკობდა ზოგიერთი ექსპერტი, რომ აი რა საშინლად მოიქცა ინგლისი, რომ ეს დასუსტდება და არა, უბრალოდ ახალი გადათამაშებაა და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესია. და აი ის რაც ხდება გერმანიის დასუსტებისკენ არის მიმართული, იმიტომ რომ ანგლოსაქსების მთელი არსებობის განმავლობაში რა იყო, რომ არ დაეშვათ გერმანიის და რუსეთის კავშირი და ჩვენ ვნახეთ, რომ აფეთქდა ის ჩრდილოეთ ნაკადი ორი. ეხლა საწვავი როდესაც არ ექნება გერმანიას, ხო? ბუნებრივია ის დასუსტდება. იმიტომ რომ იაფი საწვავი ძალიან ბევრ რამეს განაპირობს. და აქ პარალელურად, აი ამასინათ ანალიზს ვაკეთებდი და უცებ მომივიდა ესეთი აზრი. ნახეთ რა ხდება კიდე. ჩინეთის აღზევება რის ხარჯზე და აი ახალი ჩინური გლობალური გეგმა რა არის, ერთი გზა, ერთი სარტყელი. ვინ არის ძირითადად ეხლა ჩინეთი არის ამ ლაბორატორია, ხო, ამ ტექნოლოგიების სხვადასხვა პროდუქციის წარმოების და ნახეთ გასაღების ბაზარი ყველაზე დიდი სად არის? ეს არის ევროპა. პარალელურად ევროპის დასუსტებასთან ერთად ეჭქვეშ დგება აი ამ ერთი გზა, ერთი სარტყელის განხორციელების წარმატება, ხო? ასე რომ რამდენიმე ამოცანას ამერიკელები არ არიან სულელები და ის ძალიან კარგად პროგნოზირებენ და წინასწარ ბევრ რამეს თვლიან და ეხლა ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ დღეს მათ აქვთ ჰეგემონიის დაღმავალი ციკლი. ამიტომ მიდიან ისინი ტოვებენ იგივე მათთვის ჩვეულ რეგიონებს, სადაც ისინი წარმოდგენილები იყვნენ, მართვადი ქაოსის რეჟიმს ტოვებენ და მათ იმედი აქვთ, რომ აი კოდიფიცირებულია, ხო ეს მართვადი სტივენ მანის მიერ ეს თეორია და მათ იმედი აქვთ, რომ 20-25 წელიწადში მოიქნებენ კუც, გაძლიერდებიან და ეს მართვადი ქაოსი მათ დაეხმარებათ იმ დროისთვის. ნუ იმ პერიოდში ეს ადგილი მათთვის იქნება და უკან დაბრუნდებიან. ასე რომ პროცესები არც თუ ისე მარტივია და ძალიან ღრმა არის. თქვენ აი გერმანია ახსენეთ, მე მახსოვს სხვათა შორის გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ომამდე რამდენიმე თვით ადრე ჩრდილოეთ ნაკადი ახსენეს. უკრაინის ომი უკვე მწიფდებოდა
და მან თქვა რომ არავითარ შემთხვევაში ჩრდილოეთ ნაკადი არავინ არ ახსენოს უკრაინის კონტექსტში. ანუ გერმანელებს მარტო ეს ჩრდილოეთ ნაკადი აინტერესებდათ და არავითარ შემთხვევაში მათ არ სურდათ. მე რითი დამთავრდა ეს? ნუ არაფერი, ჩრდილოეთ ნაკადი აფეთქდა, გერმანია ჩართეს ამ ომში, ასე ვთქვათ, პირდაპირ არა, მაგრამ რა ფორმითაც ახლა არის ჩართული და ნუ ხა საკმაოდ ჭკვიანი ხალხია და რა თქმა უნდა ხვდებიან რომ ეს მათ ინტერესებს არ ემსახურება, ხო? ხო, თუ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ევროპამ ჩვენი ერთხელ უარი თქვას აი ამ ვთქვათ ამერიკის გეგმაში სახარჯ მასალად საკუთარი თავის გამოყენებაზე და ვთქვათ დამოუკიდებელი თამაში ცადოს ევროპამ. თუ აქ ამის რესურსი მე ხალხის მახსოვს მაკრონი ამბობდა თავის დროზე რომ ევროპამ უნდა იფიქროს უსაფრთხოების საკუთარ ვთქვათ ახალ კონვენციაზე. ნუ ის მაკრონის ვთქვათ ჩინეთთან ურთიერთობა მცდელობა იმისი რომ რაღაცა საფრანგეთმა დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არა ნებისმიერი მცდელობა ნახეთ ახლა ელიტები როგორ მოქმედებენ, ხო? მათი ნებისმიერი მოქმედება არ არის თქვათ ქვეყნების წარმატებაზე ორიენტირებული, ეს ხელისუფლებები რომლებიც ამ ქვეყნებში არიან მკვეთრად პროამერიკულები, ამერიკული ესე იგი establishment მიერ გაზრდილები, ანუ მათი ინტერესების დამცველი და ეხა მოდით ვთქვათ ამ ეთერში არაერთხელ ყოფილა იმის შესახებ ლაპარაკი, რომ გერმანიას სუვერენიტეტი აქვს საკმაოდ შეზღუდული. ის basic law, რაც არის კონსტიტუცია, ისიც კი ამერიკელებმა დაუწერეს, ხო? და ამდენი წლის განმავლობაში სულ თავში ურტყავდნენ ამ ორი მსოფლიო ომის გაჩაღების გამო და ის კანცლერ აქტიც, რომელიც მოქმედებს, ახლა შეიძლება ეს კონსპირაციას მივაწეროთ, მაგრამ ახლა მათ ქმედებებს თუ მივადევნებთ თვალს, არის ხო, რომ ვერ ირჩევენ კანცლერს დამოუკიდებლობას, საგანმანათლებლო პოლიტიკას ვერ აწარმოებენ დამოუკიდებლობას და საგარეო პოლიტიკას და ყველაფერი ის რაც ხდება დღეს გერმანიაში, ამის ძალიან ნათელი დასტურია. აი მაგალითად იგივე საფრანგეთში გამოვიდა ორტომეული იმის შესახებ, რომ თქვათ არც ერთი პრეზიდენტი გენერალ დე გოლის შემდეგ არ ყოფილა ესე იგი ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ფრანგულ ინტერესს გაატარებდა მხოლოდ. ნუ აი შირაკი იყო და მასაც ნახეთ რა გაუკეთეს, ხო? პასუხისგებაში მისცეს და მისი პრეზიდენტობის დროს შეამცირეს, ახლა 58 წლის კონსტიტუციით საფრანგეთის პრეზიდენტს ჰქონდა 7 წლიანი ვადა, ხო? შეამცირეს და 5 წლამდე ჩამოიყვანეს. ანუ არც საფრანგეთში არ არიან ის პრეზიდენტები და როდესაც დეგოლი გარდაიცვალა, მასე თქვეს, რომ გარდაიცვალა უკანასკნელი დიდი ფრანგი და მას შემდეგ პომპიდუდან დაწყებული შემდეგი პრეზიდენტები წმინდა ფრანგული ინტერესების გამომხატველები არ ყოფილან. ასე რომ ძალიან ამ ხრივ მარტივი სიტუაცია არ არის და ის მარშალის გეგმა, რომელიც განხორციელდა და მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვასწავლიდან, რომ ეს მარშალის გეგმა იყო, კი, რა თქმა უნდა, მან ხელი შეუწყო და ევროპა ააშენა დანგრეული ომის შემდგომი, მაგრამ პარალელურად ისე მიება ის ამერიკის შეერთებულ შტატებს, აი ნახეთ ევროკავშირი კი არის, ეს გიგანტია ეკონომიკური, მაგრამ პოლიტიკურად ძალიან ისეთი ბიუროკრატიული გაერთიანება, გადაწყვეტილების მიღება ძნელია და ნატო ხა ევროპა როდესაც გახდა ეს საყოველთაო კეთილდღეობის ქვეყნების ადგილი, არა, ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ თავდაცვაზე ზრუნავდნენ ამერიკელები, ხო, ამ ნატოს საშუალებით და ევროპელები, აი ტრამპმა რო განაცხადა, საწევრო გადასახადსაც კი არ იხდიდნენ, ხო, ნატოსი, მაგრამ მორჩა ეს გარდა მაგისა არსებობდა ესე იგი ძალთა ბალანსის სისტემა, იყო საბჭოთა კავშირი, საპირწონე და ევროპა ესე იგი ცდილობდა რომ
თავის მოსახლეობაზე ეფიქრა და აი სოციალურად წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ ეხლა როგორც ვხედავთ, არა, პარალელურად მიმდინარეობს ევროპის დასუსტება. და პარალელურად ახალი ალიანსები იქმნება, წმინდა ანგლო-საქსური და გავიხსენოთ ის 90 მილიარდიანი კონტრაქტი ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის, როდესაც საფრანგეთს უარი უთხრეს, ხო, ამ კონტრაქტის განხორციელებას. ანუ რთული პროცესებია. აი, უკრაინას რო დაუბრუნდეთ, ჩვენ ახლა როცა ვლაპარაკობთ ომის დასასრულზე, ვლაპარაკობთ რაზე შეთანხმდება ორი ვექტორი, რუსეთი და დასავლეთი. მაგრამ თვითონ უკრაინის ინტერესები აი სადა, რამდენად იქნება, აი ყველაზე ოპტიმალური სცენარი რო წარმოვიდგინოთ უკრაინის, როგორ გამოიყურება ან უკრაინას თუ აქ რაიმე თეორიული შანსი, რომ დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები და ომის დასრულების შემდეგ უკრაინა არ გამოვიდეს აქაც მაცებული და ახლა რაც მსხვერპლი განიცადა და ნგრევა ამას რა თქმა უნდა ვერ დაუბრუნებს, მაგრამ ტერიტორიულად მაინც ანუ უკრაინას რა ელოდება როგორც სახელმწიფოს. ძალიან ცუდი ბედი აქვს, იმიტომ რომ მაგალითად არაერთხელ მithქვამს თქვენ ეთერში, როდესაც 1994 წელს უკრაინას უარი ათქმევინეს ატომურ სახელმწიფოებაზე, მაშინ უკვე განისაზღვრა მისი ბედი. ეხლა გავიხსენოთ იგივე ის დიდი საჭადრაკო დაფა, როდესაც პირდაპირ აცხადებენ, უკრაინა არის რუსული სამყაროს ნაწილი, მოდით ესე ვთქვათ, მალარუს, ბელარუს, ვილიკა რუს, ხო? ამიტომ უკრაინაზე დარტყმით ეს არის რუსეთზე დარტყმა და მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ კლინტონის შემდგომ კონდოლიზა რაისის სხვა ოფიციალური მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ რუსეთი უნდა არსებობდეს, მაგრამ მას არ უნდა ქონდეს ინტერესები მისი საზღვრის გარეთ. მაგრამ შეიცვალა ხო სიტუაცია, რუსეთი გაძლიერდა, პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში, 2007 წელს მოხდა დაფიქსირება ამ რუსეთის ინტერესებისა მიუნხენის სამიტზე სამშვიდობო კონფერენციაზე, შემდეგ იყო ესე იგი ენერგეტიკული იმპერიის პროგრამა, ესე იგი უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც პირდაპირ დაფიქსირდა, რომ რუსეთი არის ანგარიშგასაწევი საერთაშორისო აქტორი და მის ინტერესებს უნდა გაუწიოს დანარჩენმა მსოფლიომ, ესე იგი. პუტინმა დაიწყო გადახედვა საერთოდ 90-იან წლებში რაც მოხდა, იქ დაიწყო ლაბარაკი, რომ დასავლეთმა მოატყუა რუსეთი, პირდებოდნენ მას, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, დოკუმენტები არ გაფორმებულა და თქვა, რომ ამაში მოატყუეს და პუტინის ესე ძალიან ცნობილი განცხადება არის, მან საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა, ხო? ნუ ახლა ხალხებისთვის იცით ნებისმიერია ესეთი იმპერიის დაშლა, არადა ეს ნამსხვრევები ძალიან მტკივნეულია, ნახეთ ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები, მასობრივი გაღარიბება ხო მოსახლეობის. აი მონაცემები რო ავიღოთ საბჭოთა კავშირის ევროპულ ტერიტორიაზე იყო აი აღარ მახსოვს დაახლოებით რამდენი, მაგრამ სიღარიბის მიღმა მყოფი მოსახლეობა და აი 96 წელს რო გამოიკვლიეს რაღაცა არის 10 ჯერ თუ მეტად გაზრდილი ხო ამ სიღარიბის ზღვარს მიმღმა ყოფი მოსახლეობის და წარმოიდგინეთ კარგი იყო რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო ცივილიზებული გზით, მაგრამ არ მოხდა ცივილიზებული გზით და რაც მთავარია ეს ყოფილი რესპუბლიკები ყველა დაუპირისპირდა რუსეთს. ნუ იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომლებმაც რაღაცა ჭკუა იხმარეს და კონსტრუქციული ურთიერთობები დაამყარეს რუსეთთან და აი რა არის პოლიტიკურ სცენაზე რა სცენარი განვითარდა. ყველა აქტორი მოქმედებდა რუსეთის წინააღმდეგ და შესაბამისად მივიღეთ ის სურათი, რაც დღეს მივიღეთ. დღეს ნახევარი, ნუ დასავლეთი ყოველ შემთხვევაში არის გაერთიანებული რუსეთის წინააღმდეგ და ხანდახან მე არ მიმაჩნია რომ ეს სწორი არის, იცით, არ შეიძლება ეთნიკური ნიშნით და ეს პოლიტიკური ელიტა დასავლეთს აქვს აი
თქვათ, რაღაცნაირად გათანასწორებული რუს ადამიანებთან და აი ის რაც მაგალითად ბათუმში რაც მოხდა, ეხა კარგად უწოდა ხო კობახიძემ, ქაჯები არიან, ეს სიგიჟეა ხო? ქაჯები კიდევ ბინინათ. ხო, ის ხო არ არის ოფიციალური, თქვათ, პუტინი, მისი რაღაცა ხელისუფლების წევრი, ჩვეულებრივი რუსი ტურისტები არიან და ნუ სიგიჟესთან აგვაქვს, ხო, ეხა და პარალელურად უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ისინი ფულს ართმევენ თავიანთ თანამოქალაქეებს და ამ დროს რო გადასინჯო მათი რაღაც ბიოგრაფიები, შეიძლება ძალიან ბევრი რამ აკავშირებდნენ რუსეთთან, მაგრამ ისინი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადიან. კი. კარგი ის არის, რომ კარასინის განცხადება იყო დღეს, იქ სწორი ინფორმაცია აქვს, რომ ამას აკეთებს მოძრაობის პარტიული აქტივი და იმიტომ რომ ადრე ეგრე არ იყო ხოლმე. ადრე სახელმწიფო საბრალი. ხო, ნუ ეს კარგია. რაც შეეხება თქვენ აღნიშნეთ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს დაღმავალი ფაზა იმ ჰეგემონიის მსოფლიოში, ზოგადად ხშირად საუბრობენ, რომ ერთპუნქტიანი სამყარო დასასრულს უახლოვდება. მე ამ კონტექსტში მინდა ჩინეთში ქართული დელეგაციის ვიზიტზე გკითხოთ, 3 თუ 4 დღე იყო ეს ვიზიტი, საკმაოდ ეს პომპეზური დახვედრა იყო ქართული დელეგაციის. ეხლა ყაზახეთში იმყოფება და ნუ ყაზახეთიც არ არის შემთხვევითი, ყაზახეთი ერთ-ერთი ჩინეთის ასე ვთქვათ ინტერესის სფერო არის პოსტსაბჭოთა სივრცეში და შუა აზიაში. რის სიმცდელობა არის ჩვენი მხრიდან? რას ცდილობს ამით საქართველოს ხელისუფლება? თქვენ როგორ ხედავთ ამ ყველაფერს? ალბათ ეს ვიზიტები იმის მაჩვენებელია, რომ ახალი ესე იგი რაღაცა წესრიგი, იგივე ვთქვათ ეკონომიკური წესრიგი ყალიბდება. მე მაგალითად მივესალმები, იცით, უპრეცედენტოდ კარგი დახვედრა იყო, როდესაც მილიარდნახევარიანი ქვეყნის ესე იგი პოლიტიკური ელიტა ესე ხვდება 3 მილიონი ნახევარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, არა, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და იმისი ხაზგასმა არის, რომ საქართველოს აი იმ თავისი პოლიტიკური კურსით, რომელიც ამ ბოლო დროს დააფიქსირა, რა, მოიპოვა იმის შესაძლებლობა, ეხლა ტერიტორიულად, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს, ამის ხაზგასმა თვლი ზედმეტად არ არის, ხო, საჭირო. ესე იგი, ჩვენ მიგვიღეს იმ ესე იგი პროექტში, რომელიც განხორციელებაც ეხლა კი არა, კარგახანია ალბათ ჩაფიქრებულია და ჩვენ ვიქნებით ალბათ ერთ-ერთი მონაწილე და მნიშვნელოვანი მონაწილე ამ პროექტისა, რაც საქართველოს ჩემი აზრით მოუტანს გარკვეულ დივიდენდებს, ხო? ეხა ჩინეთი დიდი ქვეყანაა, მათი კულტურა ჩვენთვის უცნობია აბსოლუტურად, აი მათი მენტალიტეტი, მაგრამ ეხა ვინც იცნობს, არა, ღირებულებებს, ჩემთვის არის მისაღები რა იცით, განათლებაზე ორიენტირებული ქვეყანაა, თავისი ქვეყნისადმი პატივისცემაზე ორიენტირებული ქვეყანა და აი იმ ღირებულებების უფროსი და კონფუციანიზმი რა არის, ხო? სახელმწიფოსადმი ძალიან დიდი პატივისცემა, უფროსი ადამიანებისადმი პატივისცემა, იმ ტრადიციების გათვალისწინება, რომელიც ამ ქვეყანას აქვს. და აი ეს ღირებულებები და კიდევ რა არის, იცით, კოლექტივიზმი, რაც საქართველოს ძალიან აკლია. ქართველები ინდივიდუალისტები არიან და აი ამ ინდივიდუალიზმზე კეთდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, აი ჩვენ მოყვასზე და მთლიანად მოსახლეობის კეთილდღეობაზე და აი ამ მიმართულებით ეგ არ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს პომპეზური დახვედრა იქ რა თქმა უნდა, იმიტომ არ იყო, რომ ვიღაცას გარეგნობა მოეწონა პრემიერის ან საგარეო საქმეთა მინისტრის, ეს იყო ზუსტად იმ ინტერესის დემონსტრირება, რაც ჩინეთს გააჩნია. ჩვენ ამდენად გვაქვს გააზრებული ჩვენს პოლიტიკურ ელიტას, რა უნდა აი ამ ხელა სახელმწიფოს. ეს არის მსოფლიოს პირველი თუ მეორე ეკონომიკა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინდუსტრიული სახელმწიფო, დედამიწის ნებისმიერ წერტილში გააჩნია საკუთარი ინტერესი, ხო? ჩვენ ახლა ვართ მცირერიცხოვანი ერი, გასაგებია, მაგრამ ის 5 პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდებს მათ საგარეო პოლიტიკას, არა,
არის მისაღები განსაკუთრებით ის, რომ ისინი შენში და პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ესე იგი ერევიან და არ გთხოვენ იმ ღირებულებებით იცხოვრო, რა ღირებულებებითაც თვითონ ცხოვრობენ, ხო? უბრალოდ მათ სარგებლიანი ეკონომიკური ურთიერთობები უნდა. რა თქმა უნდა, ეხლა საქართველოს, რომელიც ესეთი პატარაა, რა უნდა გაიაზროს ყველა სახელმწიფო თავის მოგებაზე, თავის ინტერესებზე. კი, ანუ მე ის კითხვა მინდოდა, რომ როცა ლაბარაკი არის დიდ უზარმაზარ სახელმწიფოს და მეორეს მხრივ მცირე რიცხოვან პატარა, ასე ვთქვათ, ღარიბ ქვეყანაზე, ხო? მაგალითად ეკონომიკური კონცეფცია, რაც ლიბერალებმა, ასე ვთქვათ, გააბატონეს ქვეყანაში თავისუფალი ბაზარი და ბაზარი არეგულირებს და მე არ ვეთანხმები. მოისპო ყველაფერი, ხო? ეხლა ქართულ ეკონომიკას, ქართულ წარმოებას როგორ შეუძლია გაუწიოს კონკურენცია ჩინეთზე საერთოდ ლაპარაკიც არ მაქვს, თუნდაც თურქულ, ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ხო, ინდუსტრია. არა, ის ეკონომიკსი, რომლითაც მან რამე რეგულაციები ხო არ არის საჭირო, აი ორი ქვეყნის ურთიერთობაში, როცა ესე დისბალანსი არის დიდი ქვეყანა და პატარა ქვეყანა, მან აი რამე ხო არ არის საჭირო ზედამხედველობა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ჩვენი ინტერესების საზიანოდ არ მოხდეს თავისუფალ კონკურენციაში. იცით რა, არა მარტო, მე ვფიქრობ, რომ აქამდე საქართველოს აი სანამ ხელისუფლებამ არ დააფიქსირა ეს სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების გამომჟღავნება, არა, საქართველოს პოლიტიკა იყო წამგებია, მაგრამ ეხლა ნახეთ არის ხაზგასმა მრავალვექტორულ პოლიტიკაზე, ხო? არაფერი ახალი არ არის, ეს ჩვეულებრივი, ესე იგი, უკვე აპრობირებული მეთოდია საგარეო პოლიტიკაში. ეს არის აი საერთო ინტერესების, პარტნიორების ნახვა, ხო, რაღაც კოალიციებში მონაწილეობა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმ დონეზე, როგორც იყო, როდესაც კონსტიტუციაში ესე იგი ჩაგიწერეს, ხო, და არა დაგიდებდნენ იმას, რომ დღევანდელი სოფლიო პროცესები ძალიან დინამიურად სწრაფად იცვლება. ხო, ესეთი რაღაცები ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ და რა თქმა უნდა ჩვენი ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს და იმ პროექტებში, რომელსაც ჩინეთი ახორციელებს, ეს გზის დასარტყელის, ხო, ეს პროექტი, იქ ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ. ამიტომ მათთან ურთიერთობების საშუალებით, ამ რეგულაციების საშუალებით, ხო, შენი ინტერესების დაფიქსირების საშუალებით პოლიტიკა არაფერი მეტი არ არის თუ არა ვაჭრობა, ხო? და ეს ვაჭრობა შენ უნდა შეგეძლოს შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მაგრამ ამისთვის არის ძალიან ღრმა ცოდნა, ინტერესების დაცვის უნარი და შესაბამისი სწორი გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ რომ ესეც არ არის ხო ბოლო ვერსია. კიდევ შეიძლება სულ სხვანაირად განვითარდეს მოვლენები, ამიტომ შენ ყოველთვის უნდა იყოს მზად საპასუხო ქმედებებისთვის, თუ არა, ეხა პატარა ქვეყანა შენ ვერ დაგეგმავ, ხო, ამ რაღაც პროცესებს. მაგრამ უნდა არჩიოს სწორი კოალიციები, უნდა დააფიქსირო შენი ინტერესები და უნდა ძალიან სწრაფად ცვალო, ესე იგი, საპასუხოდ იმ საფრთხეებისა, რომელიც არსებობს შენი პოლიტიკა. სოფლიოში რუსეთი არის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე, რეგიონში ის არის ძალსახად, ასე ვთქვათ, თელი კავკასიის რეგიონი მას მიაჩნია მისთვის ეგზისტენციალურ სივრცეთ, ხო? ნუ ისევე როგორც უკრაინა და დასავლეთის გაძლიერებაზე რუსეთი ძალიან მწვავედ რეაგირებდა ყოველთვის და როცა საკითხი დადგა, რომ ნატოს ბაზები ხო არ იქნება საქართველოში და უკრაინაში, ანუ ნატოსკენ სწრაფვის პოლიტიკა როცა დაიწყო, რუსეთმა ამის გამო აწარმოა ომი. ეხლა მიმდინარე უკრაინაში და 2008 წლის აგვისტოს ომის თავარი, ასე ვთქვათ, კონტექსტი იყო დასავლეთის გავლენების გაძლიერების აღკვეთა საქართველოში. დასავლეთზე როგორც რეაგირებს გასაგებია. ჩინეთის ინტერესების გაძლიერებაზე რუსეთი რა რეაგირებას მოახდენს? ანუ ამ შემთხვევაში როგორია რუსეთის პოლიტიკური ფორმულა? ნუ ჯერჯერობით მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და იკვეთება ეს ალტერნატიული ცენტრები
კოალიციები, რომელიც დასავლეთს უწევს კონკურენციას, ხო? ეხლა მოდით ვაღიაროთ, რომ მსოფლიო ძალიან შეცვლილია, ხო? მსოფლიო ცივი ომის შემდეგ. ბევრი ისეთი სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რომელიც გაძლიერდა ტექნოლოგიურად, პოლიტიკური სისტემაც, არასამთავრობო სექტორი შეიქმნა, ხო, მოსახლეობა განვითარდა, ამიტომ სხვა მოცემულობა არის. ამიტომ იმის იმედიც არ უნდა გქონდეს, ახლა რომ ეს სიტუაცია დიდი ხანი გაგრძელდება, საერთოდ გეოპოლიტიკურ განვითარებას თავისი რაღაცა კანონზომიერებები აქვს. აი მაგალითად ჯორჯ ფრიდმანს მიაჩნია, ხო, ეს სტრატფორის დამფუძნებელი და ახლა ალბათ სპეციალისტებმა იციან, რომ საბჭოთა კავშირი ჩინეთის უშუალო ხელშეწყობით დაიშალა. ამიტომ ჩინეთში არის ძალიან ბევრი ცენტრი სამეცნიერო, რომელიც სწავლობს საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესს, ხო? ეხლა არის კიდევ ჰეგემონიის ციკლების თეორია, როდესაც ვითარდება ეს ჰეგემონი, მაგრამ რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას აღარ ყოფნის ეს ეკონომიკური სხვა სახის ძალა და გამოჩნდება ჩელენჯერი, ისევე როგორც ამერიკას გამოუჩნდა ჩელენჯერად ჩინეთი, ალბათ ჩინეთსაც გამოუჩნდება და ეს ფრიდმანი ამბობს, რომ გეოპოლიტიკის წესებიდან გამომდინარეო შეიძლება პოტენციურად ჩვენ ვიხილოთ ამერიკის და რუსეთის კოალიცია. ანუ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივადევნოთ თვალი და საქართველოს პატარა ქვეყანა ის პოლიტიკურ ამინდს არ ქმნის, ხო? ამიტომ მას სჭირდება ძალიან ჭკვიანური პოლიტიკის გატარება, არის აი ესეთი თეორია კოალიციებში მიერთებისა, ხო? მიტმასნების და დაბალანსების პოლიტიკა, ესეც კოდიფიცირებული მოვლენა საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პროცესისა და აი გამომდინარე, ესე იგი ამ ხედვიდან არა საქართველოს უნდა დინამიური პოლიტიკა აწარმოოს და გამოვიდეს თავისი ეროვნული ინტერესებიდან. აი დღეს მე მომწონს მაგალითად, როდესაც ფიქსირდება ჩვენი პრემიერის მიერ მრავალპოლუსიანი და მრავალვექტორიანი პოლიტიკის განხორციელება. ამ ჩვენებას მე მაინც ვფიქრობ, რომ წინ დიდი გამოცდა ელოდება, ამაზეც კითხავთ, მაგრამ მე აი გეთანხმებით მეც მომწონს თუნდაც იგივე მაგალითად დღეს რაც თქვა შალვა ბაბუაშვილმა, რომ ელც არავინ არ ეკითხება, ვთქვათ, სად რა გემი შემოვა და მას არ აქვს ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება, ელჩი არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი აქვს და ამას კონვენცია კარგია მართლა აი გულწრფელად ეხა ჩვენ არ ვარ ჩასაფრებული პოზიციაში და მართლა მისიამოვნა აი გული მოვიფხანე მათლა ამ განცხადებით, კარგია რომ ეგეთი განცხადებები ისმის, ეს ყველაფერი ობიექტურად შევხედავთ, არის მცდელობა, რომ რაღაც გამოვიდეს ქვეყანა მონური მდგომარეობიდან, დეგნანი იქნებოდა თუ სხვა ელჩები ამერიკის თითისკნევით რო წყვეტდნენ ყველაფერს. კარგია რომ ჩინეთში წავიდნენ, თუ გააზრებული აქვს ეს ყველაფერი ჩვენგან რა, ასე ვთქვათ, პოლიტიკას მოითხოვს, მაგრამ აი როდის მივა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ავტონომიურობა იმ საფეხურამდე, როცა ვთქვათ რუსეთთან დიალოგის შიშებს მოიხსნიან და აი ეს პოლიტიკური კომპლექსი არსებობს. ეხლა არა და უნდა ელაპარაკო, კი ბატონო ოკუპანტია, კი ბატონო წართმეული აქვს ტერიტორია, აგერო ომი იყო, ეგ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ეხლა უნდა ველაპარაკოთ, ჩვენ მეფეები ოსმალებს ელაპარაკებოდნენ და სპარცელებს და მონღოლებს და გინდა არ გინდა უნდა ელაპარაკო. ხო აი ამ კომპლექსს როდის მოიხსნის? იცით რა არის ეს კომპლექსი ძალიან სერიოზული, ესე იგი მექანიზმებით არის გამყარებული. იმიტომ რომ ეს წმინდა ტექნოლოგიური საკუთარ თავზე მან გამოცდილი. ხა მე ვინც მიცნობს, ვერავინ ვერ დამაბრალებს, რომ მე ან მკვეთრად პრორუსი ვარ, ან
კიდე რომ იმიტომ რომ მე ჩემი ქვეყანა მიყვარს, მაგრამ როდესაც ჩვენ საღაზრზე ლაპარაკობ, საღაზრს გადმოსცემ რა, ტექნოლოგიურად შენ მაშინვე კლიშე გაქვს მონკერებული, რომ ხარ პრორუსი, ხო? ანუ ეს წარმოიდგინეთ 30 წლის განმავლობაში აი ეს კლიშე მიზანმიმართული ტექნოლოგიურად ყალიბდებოდა, ხო? ეხლა ძალიან მალე ამის დანგრევა ცოტა ძნელია, მით უმეტეს რომ შენ ხარ ამ დასავლურ სტრუქტურებში რაღაცნაირად ინტეგრირებული, დამოკიდებული და მკვეთრი მოძრაობები პოლიტიკაში ხშირად არის დამღუპელი. ეხლა დეგნანს რო ესე ელაპარაკებიან, ესეც დრომ მოიტანა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ რამდენიმე წლის წინ ამერიკის ელჩისთვის ვინმეს გაებედა. ის კი არა Facebook-ში ვიღაცამ რაღაც დაწერა და დაიჭირეს, ხო, ის ადამიანი. ანუ ყველაფერი ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, არა ეს ჩვენ უნდა განვიხილოთ გლობალურ კონტექსტში. როდესაც დადგება ამისი საჭიროება და დრო, ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგას. მე შინია რომ ძალიან არ დაგვაგვიანდეს და პოლიტიკური არ დაგვაგვიანდება იმდენად, რამდენადაც მე მგონი ჩვენ აი ამ ომმა, იმ შექმნილმა სიტუაციამ ძალიან კარგი შესაძლებლობების ფანჯარა გაგვეხსნა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან საჭიროები გავხდით, როგორც რუსეთისთვის, ისე დასავლეთისთვის და აი ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ხელისუფლება აფიქსირებს, ჩემის აზრით, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვიღაცა მიფიქროს, რომ მეცაც გეტყვით, რომ ჩვენ კი არ დაგვაგვიანდება. აი იმ რადიკალური ქმედებებისთვის დღეს რუსეთიც არ არის მზად და რამდენად უნდა რო იყოს მზად რაღაცა ერთი მხარეც და მეორეც რაღაცა უფრო მკვეთრ ნაბიჯებს გადადგავდა, მაგრამ არის ისეთი რაღაცა ქვედა დინებები, ისეთი საჭიროება, რომ დღეს არ არის აი ესეთი მკვეთრი მოძრაობების დრო და ალბათ რაღაცა ხნის შემდეგ დადგება ამის დრო. რაც შეეხება ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ დასავლეთი კარგავს ერთპიროვნულ გავლენებს, საქართველოში კარგავს ნამდვილად, იმიტომ რომ ხელისუფლების რიტორიკა მაგის პირდაპირ დასტურია. დასავლეთი რომელმაც ცოტა 2000 წელი აქვს დიდი პოლიტიკური ინვესტიციები განახორციელა. მართალია ხალხი არ დაუსაქმებია და ფაბრიკა გარხნები არ გაუხსნია და საქართველოსაც კეთვალფერი არ გაუკეთებია, მაგრამ გრანტები ხო დახარჯა, რაღაცა არასამთავრობოებს ხო მოახმარა და დიდი სამუშაო გასწია ამ მიმართულებით, ხო? დიდი ალბათობით ისინი ამ ყველაფრის დაკარგვას მარტივად არ დათმობენ. რაღაც ფორმით ისინი შეეცდებიან შეინარჩუნონ გავლენები, ხო? ეხლა ხوار დააკვირდებიან ამას მშვიდად და ხوار შეეგუებიან ეს მარტივად, ხო? აი რა ბერკეტები აქვს დასავლეთს იმისთვის, რომ თუ საუბრობთ მათი გავლენებიდან გამოსვლაზე, მათ ცადონ, რომ პირიქით შეინარჩუნონ და თუ ხელისუფლება ეურჩება, რაღაცა პოლიტიკური სადამსჯელო სპეცოპერაცია ჩაუტაროს. ჩემ და სამწუხაროდ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რა ჩვენ ვართ ვაჭრობის სუბიექტი არა ვართ. ამიტომ აი ჩვენი როლიც, რა თქმა უნდა, ვთქვათ, თუ საქართველოს ელიტა სხვანაირ პოზიციაზე იქნება, არა მათ უფრო გაუადვილდებათ ეს ვაჭრობის პროცესი რუსეთთან. მაგრამ ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი ინტერესები. აი სამწუხაროდ მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა დესტრუქციული ფუნქცია, იცით, რომ რუსეთისთვის შეექმნა რაღაცა სხვა ეთერში პოზიტივში ვამბობდი. ამიტომ, როდესაც შენ დესტრუქციული ფუნქცია გააქვს, ღმერთიც არ გეხმარება. როდესაც შენ გადახვალ და პოზიტიურ როლს შეასრულებ და ამ შემთხვევაში აი მთელი ამ ქმედებებით იკვეთებდა ის პოზიტიური როლი, რომელიც შეიძლება საქართველოს ითამაშოს დასავლეთისა და ამ აღმოსავლეთის დაკავშირების თვალსაზრისით, აქ ღმერთიც გეხმარება. ასე რომ ეხა ეს უკვე რაღაც კანონზომიერებაში ჭდება. კანონზომიერებაში ჭდება, აი, კარგად მონახეთ თქვენ ეს. ამიტომ მე რაღაცა მგონია, რომ ეხლა ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და აი პირველად მართალი გითხრათ 30 წლის განმავლობაში არა რაღაცა იმედი ჩამესახა.
და ეს იმედიანი განწყობის შექმნაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსახლეობაში. თქვათ იქ პრემიერის ვიზიტი ნახეს ხო, ის რაღაცა მოძრაობებია ისეთი, რომელიც ხალხის გარკვეულ ნაწილს იმედებს უქმნის ხო? ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა და აი თუ ესეთი აღმავალი ხაზით გავაგრძელეთ ჩვენ სულ მე მგონი რაღაცა გვეშველება. იცით, ქუჩაში ვხდებიან ხოლმე და ეხლა რახანმე ტელევიზიით გამოგონიათ, რომ ყველაფერი ვიცი და მეკითხებიან ხოლმე, გვეშველება რამე ქალბატონო თამარ და მე ვაწყნარებ ხოლმე, რომ აი დღევანდელ ფონზე ალბათ გვეშველება. მაგრამ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ალტერნატიული ხედვა სრულდება 9 საათზე. შეგახსენებთ, რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იყო პოლიტოლოგი თამარ გიგნაძე. მე გემშვიდობებით ხვალამდე კარგად ბრძანდებოდეთ.